თქვენ ხართ დებატში რებაძე და დიდი მადლობა რომ აქ ხართ. მე მქვია გიორგი და ჩემთან ერთად სარებატო ფანჯრებში ხედავთ ალექსანდრე რაქვიაშვილს, გიორგი ღვინჯილიას. ორივეს დიდი მადლობა მონაწილეობისთვის და მალევე მოგიბრუნდებით. მან მინდა რომ განსაკუთრებით მივესალმო ჩვენი მაყურებლის იმ ნაწილს, რომელიც ჩვენს ამ დებატს ვირტუალურ დარბაზში, ჩვენსავე ვირტუალურ დარბაზში ესწრება, ანუ მათ ვინც ჩამოტვირთა დებატის აპლიკაცია და იმყოფება ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე, სადაც მართავთ ამ დებატს, თქვენ ასეთ ზებს მოგმართებთ, ასეთ მაყურებელს შეგიძლიათ რომ ერთი მხრივ დასვათ შეკითხვა და მხარეებისგან მიიღებთ პასუხები, ასევე თქვენ შეგიძლიათ რეაქციებითაც შეაფასოთ მათი გამოსვლები, გარდა ამისა ჩვენ ასე ვთქვათ ხმის მიცემის საშუალებასაც მოგცემთ იმის განსასაზღვრად რომ გავიგოთ თქვენთვის რომელი პოლიტიკური შეხედულება არის უფრო ახლოს. თავიდან მოდი რომ ძალიან მოკლედ ვიტყვი თუ რა ხდება საერთოდ მათთვის ვინც შეიძლება პირველად უყურებდეს ამ ფორმატს რა ხდება და ჩვენ ახლა ვიმყოფებით აპლიკაცია დებატში რომელიც შეიქმნა სპეციალურად სტრუქტურირებული დისკუსიისა და დებატების გასამართად და ამის გაკეთება შეუძლია ყველას ვისაც ამის სურვილი აქვს შეიძლება იყოს პოლიტიკური საზოგადოებრივი ჯგუფები ცალკეული პროფესიული წრეები ასევე მედია ორგანიზაციები თუ ცალკეული დამოუკიდებელი ჟურნალისტები, მათ შორის განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობა ეს ჩემსავით ურედაქციოთ დარჩენილი ჟურნალისტებისათვის და აგერ უკვე მე მეორე კვირა არის, რაც ჩემი დამოუკიდებელი YouTube პლატფორმის ხედვა საქართველოს სახელით მართავ დებატებს რებაძე და აქვე დიდი მადლობა მათ, ვინც უკვე ნახა პირველი დებატის ჩანაწერი და ასევე გამოიწერა ჩემი YouTube-ის არხი ხედვა საქართველო, სადაც აი ეს პირდაპირ ეთერის ჩანაწერიც შეგიძლიათ ნახოთ და ასევე ისტრიმება კიდეც ჩვენი რებაძე მიმდინარე დებატი ჩემს YouTube-ის არხზე. გთხოვთ რომ გამოიწეროთ კიდევ ერთხელ მხარდაჭერის ნიშნად ეს არხი, იმისთვის რომ მე შევძლოთ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელება და ასევე სამომავლოდ პოლიტიკური დებატების ორგანიზებაც. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გიორგი ღვინჯილიას, ალექსანდრე რაქვიაშვილს. სანდრო რაქვიაშვილი არის პარტია ლიბერტარიანული პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ის იყო საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატი. რაც შეეხება გიორგი ღვინჯილიას, გიორგი ღვინჯილია არის ანთროპოლოგი, ის ხშირად მონაწილეობს ხოლმე დისკუსიებში, სადაც პოლიტიკას განიხილავს მემარცხენე სოციალისტური პერსპექტივებიდან და დღეს ისინი საკუთარი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, იდეოლოგიაზე დაფუძნებული არგუმენტებით გამართავენ აი ამ დებატს ჩემ მიერ მათთვის შეთავაზებულ სადებატო დებულებაზე, რომ სოციალური თანასწორობა ეკონომიკურ თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა და მე მგონი, ასე ვთქვათ, მარტივია გამოიცნოთ, რომ ამ დებულების მომხრე არის გიორგი ღვინჯილია და მოწინააღმდეგე არის ალექსანდრე რაქვიაშვილი. თავდაპირველად გთავაზობთ, რომ ერთმანეთს ჩამოართვათ ხელი, ახლა თქვენს ეკრანზე პატარა პოპ-აპი გამოჩნდება, თუ დაეთანხმდებით, შედგება კიდეც ვირტუალური ხელის ჩამორთმევა. კი ბატონო, ახლა მე უკვე გავათამაშებ coins იმის განსაზღვრად, რომ ვიცოდე, რომელ თქვენგანს მოგცეთ პირველი სიტყვა. სანდრო რაქვიაშვილს ეძლევა პირველი სიტყვა. სანდრო, მე ახლა ჩაგირთავ მიკროფონს და მოგცემ 3 წუთს და ამ ასე ვთქვათ რეგლამენტირებულ ფორმატში თქვენ ჩაეტიოთ თავისთავად ცხადია დროში, მაგრამ ასევე გეძლევათ საშუალება, რომ თუკი თქვენი მოსაზრების დასაფიქსირება ცოტა მეტი დრო დაგჭირდებათ, მთხოვოთ 30 წამის დამატება და მე დავადასტურებ თქვენს სურვილს. პირველი 3 წუთი კი მოდით ასე ვთქვათ გამხსნელ განცხადებებს დავუთმოთ და თქვენგან მოვისმინოთ, გვინდა რომ ახსნათ თქვენი პოლიტიკური ღირებულებიდან გამომდინარე, რას ნიშნავს სოციალური თანასწორობა, რას ნიშნავს ეკონომიკური, ასე ვთქვათ, თავისუფლება და რაში ხედავთ ძირითად კონფლიქტს ლიბერტარიანულ და მემარცხენე სოციალისტურ ხედვებს შორის. მადლობა, პირველში წარმატებას გისურვებთ ამ პროექტში და იმედია ბევრი დებატი გვექნება. ზოგადად სოციალიზმზე დისკუსიას თუ შევხედავ, თავი პრობლემა ლიბერტარიანელებს შორის და სოციალისტებს შორის გომორიოს იმაში, რომ უმეტესწილად ეს დისკუსია სხვადასხვა რამეზეა ხოლმე. აი ეს თემაც, რომელიც თქვენი არჩიეთ, ნათად ასახავს პრობლემას, იმიტომ რომ უმეტესწილად სოციალისტები ლაპარაკობენ მიზნებზე და ლიბერტარიანელები მეთოდებზე. იმიტომ რომ მიზნები შეიძლება ერთნაირი გქონდეს. აი მაგალითად თუ ვიღაცა იტყვის, რომ ღარიბი ადამიანს მეტი ფული რო გქონდეს, ხო კარგი არისო, იტყვით რომ რატომაც არა კარგი იქნება. აი ადამიანს რომელსაც რა ვიცი 200 ლარი აქვს ხელფასი 1000 რო გქონდეს, ვინ იტყვის რომ ცუდი არისო. არა აქვს ვიღაცას ფული მიიღოს სამედიცინო მომსახურება, რო გქონდეს, ცუდი როგორ იქნება ეს? ან მაგალითად ვიღაცა ძალიან
ბევრი ძალიან ღარიბი ყავს საზოგადოებაში, ბევრი ძალიან მდიდარი. არ არის ეს კარგი? ალბათ არის კარგი, რატომ უნდა იყოს ასეთი რაღაც რადიკალური დიფერენციაცია, კარგი. და ზოგადად სიამოვნებაში მიზნებზე დიდად არც არ მსჯელობს ხოლმე, მაგრამ იგულისხმება, რომ აი მაგალითად ყველაზე ნათელი მაგალითია მინიმალური ხელფასი, რომელსაც მემარცხენეები ამბობენ, რომ მინიმალური ხელფასიო, ისინი საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება ადამიანი ღარიბია, პატარა ხელფასი აქვს, თუ არ იმსახურებს ის ბევრს. და როცა ამაზე ვუბნები, რომ ამ მეთოდით არა ხელფასის და არა უმუშევრობა გაიზრდება, ესე იგი შენ წინააღმდეგი ხარ, რომ ადამიანს მეტი ხელფასი ჰქონდეს. ანუ თემთელი დისკუსიის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხრივ სულ მიზნებზეა საუბარი და მეორე მხრივ მეთოდებზე. და აქაც იგივეა, წარმოგიდგენთ, სოციალური სამართლიანობა რას არ უნდა ნიშნავდეს ეს, რაღაც ტიპის შედეგებზეა საუბარი, მიზნებზე. და ეკონომიკური თავისუფლება არის მეთოდებზე, იმიტომ რომ თავისუფლება ზოგადად არ კვირდება წარმატებას, ბედნიერებას, თავისუფლებაა და როგორ გამოიყენებს ადამიანი ამ თავისუფლებას, ეს უკვე მისი პასუხისმგებლობის საკითხია. აქედან გამომდინარე შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს თავისუფლება და ღარიბი დარჩეს, ან გახდეს, გაღარიბდეს, ან გამდიდრდეს, წარმატებული იყოს, წარუმატებელი, ბედნიერი, უბედური. თავისუფლების ღირებულება ამაში მდგომარეობს, რომ ის კარგ შედეგის შესაძლებლობას გიჩენს და ცუდ შედეგის შესაძლებლობას. მაგრამ აი როცა საუბრობთ რაღაც შედეგებზე და შედეგს წინ ვაყენებთ, მაშინ გამოდის, რომ ეს შედეგები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აიგნორირებს, ასე ვთქვათ, საჭიროებას იმისა, რომ მეთოდებზე გავამახვილოთ ყურადღება და ეს ცნობილი ფრაზა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, რომ ეს ხო სოციალისტური რაღაც ეს მოტოა, რომ რაღაც ისეთი გრანდიოზული მიზანი გვაქვს, რომ ხალხის ხოცვა თუ ძალადობა მოსულა და როცა საქმეზე მიდის, სოციალისტური იდეები საბოლოო ჯამში ნიშნავს არანებაყოფლობით ქცევას. ანუ ლიბერალები ჩვენ უპირატესობას ნებაყოფლობით ურთიერთობას ვაენიჭებთ, სოციალისტები ძალადობას და ძალადობის მუქარით და ნებისმიერი სოციალისტური წესრიგი საბოლოო ჯამში ძალადობრივ წესრიგად იქცევა. რამდენიც არ უნდა თქვა სოციალისტებმა, რომ მაო ძედუნი, წითელი ხმერები კამბოჯაში თუ ჰიტლერი ეს არ იყო ნამდვილი სოციალიზმი, საბოლოო ჯამში ამით ეს იყო ზუსტად რომ ყველაზე ახლოს ნამდვილ სოციალისტთან, იმიტომ რომ როცა ძალადობის ნორმალიზაციას გააკეთებ და ადამიანზე ძალადობას ნორმა ჩათვლი, მერე ის ძალადობრივი სისტემა თავის თავს ასე ყვებავს და ფართოვდება. და ეს არის მეგონი მთავარი განსხვავება, რომელიც ამ ჩვენ პოზიციებში არის. მეგონი ჩავეტია. დიდი მადლობა. ანალოგიურად სამწუს ვაძლევ ასევე გიორგი ღვინჯილიას. გიორგი, ახლა ჩაერთვება შენი მიკროფონი. ესე იგი, პირველ რიგში მოგესალმებით და ესეთ ზოგადი განმარტებით დავიწყებდი, რომ რას ნიშნავს მემარცხენე თეორია, იმიტომ რომ ძირითადად ესე პრიმიტივიზაცია ხდება ამ ყველაფრის, რომ მემარცხენეებს უბრალოდ ვიღაცა ეცოდებათ, რომ აიმეს 100 ლარი აქვს ხელფასი და ამას მივცეთ და მე არა აქვს გააზრებული, რომ ეს ეკონომიკურად რაღაც რას გამოიწვევს და ასე შემდეგ და ნუ მეორე ეს აბსურდული რაღაცა, რომ ჰიტლერი, მაო ძედუნი და წითელი ხმერები, ესე იგი სოციალისტები არიან და ერთ-ერთ პოდკასტში სანდროს შესრულებით მოვისმინე, რომ საფრანგეთის რევოლუცია სოციალისტური იყო, ნუ რაღაც ამერიკის დემოკრატიული პარტია სოციალისტები არიან და სოციალისტები ვართ, მოკლედ რა, გლობალურ მმართველობაში ესე გამოდის რა. ხო, ესე იგი, განმარტებით რომ დავიწყოთ აი მემარცხენე თეორიის და მისი მიმართებით, თქვა კაპიტალიზმთან როგორია მისი მიმართება და როგორია მისი მიმართება თავისუფალ ბაზართან. ანუ მემარცხენე თეორია, სოციალისტური თეორია, რა ვიცი, როგორც გინდათ დავარქვათ, არ ამბობს, რომ კაპიტალიზმი არ მუშაობს, ან მას არ მოუტანია არც პროგრესი, ტექნოლოგიური, სოციალური, კულტურული, როგორც გინდათ ისეთი ვთქვათ. სინამდვილეში კაპიტალიზმმა შექმნა უდიდესი სიმდიდრე და ამ სიმდიდრეს დღემდე აწარმოებს ისეთი სიჩქარით, რომელიც წარმოუდგენელი იქნებოდა თუნდაც 100 წლის წინ. მაგრამ მემარცხენე თეორია ეფუძნება ასეთ ამბავს, რომ მემარცხენეები ვხედავთ წინააღმდეგობას კაპიტალისტური სისტემის შიგნით და მიუთითებთ მუდმივად ამ წინააღმდეგობას და ეს არის ცენტრალური წინააღმდეგობა. რომ რეალურად ხდება კაპიტალის და ძალაუფლების კონცენტრირება, უმდიდრესი 1% დავარქვათ პირობითად ამ ხალხის ხელში და მაგალითად Oxfam-ის მიხედვით და ბევრი რაღაც ქვეყნდება ხო მონაცემები და ესე იგი 50 გლობალური სიმდიდრის 43%-ს აკონტროლებს 1% ადამიანების. როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის ღარიბი ნახევარი, ანუ 50% წარმოვიდგინოთ პლანეტის, ფლობს მხოლოდ 2%-ს. ესე იგი 12 უმდიდრესი ადამიანი ფლობს იმდენივე ქონებას, რამდენსაც მსოფლიო მოსახლეობის ღარიბი ნახევარი.
ამასთანავე დღეს არის უკვე ახალი ტენდენცია არის დაგროვებაში, ადრე თუ ხდებოდა ქარხნების დაგროვება, მიწის დაგროვება და ასე შემდეგ, დღეს ხდება უკვე მონაცემების დაგროვება, ინფორმაციის შეგროვება და აი ამის მაგალითი არიან მასკი, პიტერ ტილი, ცუკერბერგი და შოროსაც მათი ქონება არის ტრილიონზე მეტი ერთად და რეალურად ამისი გამოყენება ხდება სამხედრო მიზნებით, ამისი გამოყენება ხდება ბაზარზე მანიპულაციისთვის, ხო? ამ ცოდნის, ამ ინფორმაციის, რომელსაც ისინი აგროვებენ და ეს არის რეალურად საფრთხე არის თავისუფლებისთვის, ხო? აი გირჩი მეტი თავისუფლება, ხო? ან რეალურად ეს სიმდიდრის კონცენტრაცია კაპიტალიზმის შიგნით, ის არის პირველ რიგში საფრთხე თავისუფლებისთვის და ეს რეალურად ლიბერალებს, კლასიკურ ლიბერალებს ეს ძალიან კარგად ესმოდათ, რომ სიმდიდრის დაგროვება, რომლისკენაც მიდრეკილი არის კაპიტალისტური ეკონომიკა და ეს მონოპოლია და კონცენტრაცია სიმდიდრის საფრთხეს ქმნის თავისუფლებისთვის. შემიძლია დამატება დროის? ვეღარ მოვასწარი გიორგი, ცოტა ადრე უნდა გეთხოვა. კეთილი, არა უშავს, წინ გვაქვს მთელი დისკუსია, ეხლა უკვე ასე ვთქვათ, მთავარ სადებატო ნაწილზე გადავდივართ, სადაც უკვე უფრო მეტი დრო გექნებათ, 5 წუთი. ეს იყო უფრო გამხსნელი განცხადებებისთვის და იმის გასაგებად, საიდან უყურებთ, საერთოდ რა პერსპექტივიდან უყურებთ ამ საკითხებს. ეხლა მინდა რომ უშუალოდ აი ამ სადებატო დებულებაზე და ქართულ რეალობას მოვარგოთ, მოვისმინოთ თქვენი შეხედულებები, რომ სოციალური თანასწორობა არის ეკონომიკურ თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. ორივე თქვენგანს აძლევს არგუმენტებს საქართველოს კონსტიტუცია, ერთი მხრივ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო და მეორე მხრივ წერია, რომ ეკონომიკური თავისუფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილია. აი აქ როგორ უნდა მოხდეს ამის რეალურ პოლიტიკაში ისე დანერგვა, რომ დაცული იყოს თან სოციალური სამართლიანობა და ამავდროულად რა ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს ეკონომიკურმა თავისუფლებამ. ალექსანდრე რაქვიაშვილს ურთავ 5 წუთს. მადლობა. ჩვენი კონსტიტუცია სრული სისულელეა და მე მგონი იქ რაღაც წერია ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ნორმალურ საზოგადოებრივად ნორმალურ რაღაც განვითარების რეჟიმში რომ შევალთ ახალი კონსტიტუცია დაგჭირდება, ამიტომ მე ვიმსჯელოთ რა უნდა იყოს იქ ჩაწერილი. რაც ეხება ეხლა უშუალოდ საქართველოსაც რო ვილაპარაკოთ, აი ეს პრობლემა, აი ცუდია რომ გიორგი არ დაასრულა, იმიტომ რომ მე მაინტერესებდა საბოდიაში გადავიდოდა თუ არა ის რაღაც ტიპის მეთოდებზე, მაგრამ მთელი კონცენტრაცია მოხდა იმაზე, რომ რაღაც ტიპის შედეგები არ მოსწონს, აი რაღაც განაწილება. და რაც თავარია, როგორც წესი, ეს შედეგები ყოველთვის არის გამოწვეული მთავრობის ჩარევით ხოლმე. ანუ ის რაც სოციალისტებს არ მოსწონს ხოლმე, უმეტესწილად მთავრობის ჩარევის შედეგია, იმიტომ რომ სოციალიზმის ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი ეს ყველა ეკონომიკის არცოდნა და ამიტომ საბოჯამში როცა ვერ ხედავ გამოწვევ მიზეზებს, ვერ ხედავ როგორ სხვადასხვა მეთოდი როგორ მუშაობს, ამიტომ გონია რომ რაღაცას რო დაარქვი კაპიტალიზმი და იქ მე რაღაც არ მოგეწონა, ეს რაღაც კაპიტალიზმის თვისება. აი ყველაზე მარტივი იყო მონოპოლიებიო. საბაზრო ეკონომიკაში მონოპოლიები არ ჩნდება. და თუ რომელიღაც კომპანია საბოლოო ჯამში აღწევს თავისი კონკურენტული ქცევით მაღალ წილს ბაზრის, რა ვიცი, ჩვეულებრივად მარცხდება ხოლმე პატარა კომპანიები და ძალიან ბევრი ასეთი მაგალითია და როგორც კი გადახვალთ კონკრეტულ მაგალითებზე ესეთი კომპანიების, რომელიც დიდი ხანი ინარჩუნებენ და ძალიან მაღალ წილს, იქ აუცილებლად გაჩნდება რომელიღაც ტიპის სახელმწიფო პროტექციის წყარო. ეს შეიძლება იყოს ინტელექტუალური საკუთრება, ეს შეიძლება იყოს სხვა ტიპის ლიცენზიები, რეგულაციები, რომელიც ბაზარზე უგზავნას შესვლას საბანკო სისტემაში ეს არის ცენტრალური ბანკი, რა ვიცი, ნავთობის წარმოებაში უამრავი სხვა რეგულაცია, რომელიც ხელს უშლის შესვლას სხვა კომპანიების და ასე იყო რაღაც ლამის მე-19 საუკუნის ბოლოდან. იმაში ქიმიურ წარმოებაში ის რაც სამხრეთ კორეაში ნებადართულია აკრძალულია ევროპაში და პირიქით რომ ეს კომპანიები ერთმანეთს არ გადადიოდნენ, არ კონკურირებდნენ და საბოჯამში ყველაფერი რაც შეიძლება სოციალისტს არ მოსწონდეს არის ხოლმე სახელმწიფო რეგულაციებით გამოწვეული და მე ვინაიდან ვერ ხვდებიან ამ მიზეზ შედეგობრივ კავშირს, ამას აბრალებენ აი კაპიტალიზმი. ამერიკა ხო კაპიტალისტურია და ესე იგი რამე ამერიკაში თუ ხდება, ესე იგი ეს კაპიტალიზმის ბრალია. ეს არის თავი პრობლემა, მაგრამ საბოჯამში ხო ყველაფერი დადის მეთოდებამდე. მე ისე ვთქვი, რომ შედეგები შეიძლება მეც არ მომწონდეს რაღაც. მაგალითად, არც ერთი წესიერი ლიბერტარიანელი, კლასიკური ლიბერალი ნაკლებად ან ლიბერტარიანები არ აღიარებთ ინტელექტუალურ საკუთრებას. ეს არის კერძო საკუთრების ხელყოფა. ეს არის დანაშაული ზოგადად კაპიტალიზმის წინააღმდეგ. და ამ შემთხვევაში რო არ იყოს ინტელექტუალური საკუთრება, უამრავი IT კომპანია, უამრავი ზოგადად ბევრი თანამედროვე კომპანია საერთოდ არ იქნებოდა იმ მასშტაბის როგორიც არის და პირდაპირ რომ კონკურენტული ბაზრები იქნებოდა. მაგრამ ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აი ამ გავრცელების სოციალისტური იდეების, რომელიც სხვა ფორმას იღებს.
გეთან ვეთანხმები გიორგის, რომ ის არის მხოლოდ წითელი ხმერები და მაოძედუნი. მაოძედუნი წითელი ხმერები უბრალოდ ლოგიკურ ბოლომდე მიიყვანა, იმიტომ რომ სოციალიზმი თუ წესერად იქნება განვითარებული თავისი სრულფასოვნური ფორმით, ეს არის სიღატაკეში თანასწორობა. მაგრამ როცა მაგალითად აი შვედეთის და დანიის ნაირი ქვეყნები რო ავიღოთ, სადაც ფუნდამენტში კაპიტალისტური სისტემა იყო აწყობილი თავისი კეროსაკუთრებით, სასამართლო სისტემით და ზოგადად ადამიანის ავტონომიის ცნებით და მორალური ნორმებით, რომელიც ქურდობას გზავნავს და ასე შემდეგ და შემდეგ, რაც ქურდობა თუ აღძოლილია სოციალიზმი შეუძლებელია, აი ამაზე დაშენდა მე ის სოციალისტური მავნებლობები სხვადასხვა ტიპის, რომელიც ბევრ სოციალისტ დღეს მოსწონს, მაგრამ იმიტომაც აიტანეს ამ ქვეყნება ეს ყველა მავნებლობა, რომ ფუნდამენტში იყო გამართული რაღაც კაპიტალისტური სისტემა. აქედან გამომდინარე, ისევ მეთოდებზეა საუბარი და მეთოდებზე თუ საუბრობთ, ჩემი მთავარი და ზოგადად ლიბერტარული მთავარი პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ნებაყოფლობითი ურთიერთობების მომხრე ვართ. ჩვენ არ ვართ მომხრე ადამიანზე ძალადობის. და თუ ადამიანის ძალადობის მომხრე არ ხარ, სოციალიზმი არანაირი ფორმით არ შეიძლება, არც წითელი ხმერებით, არც შვედეთის რაღაცნაირ სახეობით. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დადის საკითხი იქამდე, შეიძლება თუ არა ადამიანს რაღაც წავართვა, შევზღუდო, დავემუქრო ძალადობით და ამით რაღაც ვაიძულო გავაკეთო, ან თავი შეიკავოს რაღაც ქმედებისგან. ეს მხოლოდ აქამდე დადის. რაც არ უნდა იყოს, რანაირი კეთილშობილი მიზნები არ უნდა იყოს. სოციალიზმი არის ძალადობის ნორმალიზაციის იდეოლოგია. და გინ თავისუფლებაზე ილაპარაკო, გინ თანასწორობაზე, გინ სიკეთეზე, პრაქტიკაში, როგორც კი მეთოდებზე გადავალთ. და ამიტომაც არიდებენ ხოლმე სოციალისტები საუბარს კონკრეტულ მეთოდებზე, რომ პრაქტიკაში ეს ყოველთვის ძალადობას ნიშნავს რაღაც ფორმით, ანუ როგორც მინიმუმ მიმუქარას ძალადობით პოლიციური სისტემით და ასე შემდეგ. და ამიტომაც ლიბერტარიანიზმი არ გვერდება ადამიანს, რომ ის მაინდამაინც ბედნიერი იქნება და მდიდარი და წარმატებული. ის გვერდება, რომ ის თავისუფალი იქნება. ის მისი პასუხისმგებლობა თავისუფლებას როგორ გამოიყენებს და ცოტას დავიმატებ თქვენის ნებართვით. ისე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენდა მოთხოვნა გამომიგზავნოთ, რომ ტექნიკურად დავაკმაყოფილო, არა უშავს, ისევ და ისევ წინ გვაქვს მთელი, ასე ვთქვათ, სადებატო დრო. აქვე მინდა პატარა განცხადება გავაკეთო, რომ YouTube-ზე ამ მომენტში ვერ ვისტრიმებით, მაგრამ არა უშავს, ეს ჩანაწერი გამოქვეყნდება სრული ფორმით YouTube-ზე, ხვალვე უზრუნველყოფ ამას და ახლა გადავალ გიორგი ხვინჯილიაზე, ძალიან საინტერესოა რა, ასე უპასუხებს ამ დროს აი ამ რეპლიკებს განსაკუთრებით როგორ ახასიათებს ის სოციალისტურ მემარცხენე პოლიტიკას გამოყენებული იყო ეს რომ ახდენენ ისინი ძალადობის ნორმალიზებას. როგორი არის შენი? ესე იგი, პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ პრინციპში რას ეფუძნება ლიბერტარიანელების ხედვა, ხო, ისევე როგორც ვთქვათ, აი თავისუფალი ბაზრის მორწმუნეების ხედვა რა. პირველ რიგში მე მგონი ეფუძნება, რომ ეს კაპიტალიზმი იარსებებს უსასრულოდ რაღაცნაირად რა. და უსასრულოდ იქნება ეს ზრდა და დაგროვება რა. თუ სოციალიზმმა სადღაც არ მოუსწრო და რაღაცნაირად, ანუ ხელი არ შეუშალა, ასე ვთქვათ. და სინამდვილეში რეალურად ვისაც ვთქვათ ისტორიული ანალიზის რაღაცა ელემენტარული უნარები აქვს, ხო? ანუ გასაგებია, რომ ნებისმიერი სიმდიდრის წარმოების ნებისმიერ სისტემას აქვს თავისი დასაწყისი აქვს და თავისი დასასრული აქვს, ხო? სოციალისტური თეორიის მიხედვით საუბარი არის იმაზე, რომ კაპიტალიზმს აუცილებლად იქნება დასასრული და ამოცანა არის ის, რომ ეს დასასრული არ იყოს კატასტროფული. ანუ ეს დასასრული არ იყოს ის რისკენაც დღეს მიდის ეს პლანეტა, ხო? დღეს რისკენ მიდის ეს პლანეტა ერთი მხრივ, ესე იგი, სიმდიდრის კონცენტრაციის სიჩქარის ზრდა ხდება, ანუ რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო სწრაფად გროვდება სიმდიდრე ერთეულების ხელში. მეორე მხრივ მიდის გარემოს განადგურება, რასაც რა ვიცი, ყველა ვხედავთ, მე მგონი ყოველდღიურად ახალ ამბებში რომელ ქვეყანაში არ უნდა ვცხოვრობდეთ პლანეტაზე და მესამე მხრივ ეს არის გარდაუვალი გლობალური ომი, რომელიც აი ესე ჰორიზონტზე ჩანს ერთი მხრივ და დღეს უკვე ვართ მისი ესკალაციის, ასე ვთქვათ, საწყის ფაზაში. ანუ სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შედეგები, რასაც მემარცხენე თეორეტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ, ანუ ჩვენს წინაშე არის დღესდღეობით. და ჩვენ ვამბობთ, რომ დავარქვათ პრობლემას საკუთარი სახელი, რომ პრობლემა არის აი ამ სიმდიდრის და ძალაუფლების კონცენტრაცია, რომელიც იწვევს აი ამ დაპირისპირებას სამყაროში, იწვევს უმრავლესობის გაძარცვას, იწვევს ბუნების განადგურებას და მივყავართ ომამდე, რომელიც რა ვიცი, ხა ამისი 5 წლის წინ რო გეთქვა და 6 წლის წინ რო გეთქვა
ვიღაცა იტყოდა რომ რაზე არის ლაპარაკი და ამავე მე მგონი დღეს უკვე ნათელი არის ხო გენოციდსაც უყურებთ პირდაპირ ეთერში ფაქტიურად და რა ვიცი ამის მაგალითები უკვე ყველგან გვაქვს ხო ესე იგი სოციალური უთანასწორობა შესაბამისად რომელიც შექმნა კაპიტალიზმმა ეს არის მთლიანად კაცობრიობის გამოწვევა არის ადამიანის როგორც სახეობის გამოწვევა არის და ჩვენ ესე იგი იმას კი არ ვიძახთ როგორ ვიყოთ ღარიბები იმაში რა ქვია თანასწორი და ღარიბები ხო რაღაცნაირად არა სინამდვილეში საუბარი ამაზე არის რომ როგორი უნდა იყოს სისტემა რომელიც ჩაანაცვლებს კაპიტალიზმს და რომელიც შექმნის უფრო მეტ სიმდიდრეს უფრო მეტი ადამიანისთვის აი ამაზე არის საუბარი. ანუ საუბარი იმაზე კი არ არის რომ უბრალოდ რაღაცა რაც არსებობს წავართვათ ვიღაცებს და გავინაწილოთ და რაღაცა $10,000 ჩავიდოთ ჯიბეში, ხო? საუბარი არის იმაზე რომ ჩვენ გვჭირდება სიმდიდრის შექმნის და განაწილების უკეთესი სისტემა. ხო ჩვენ გვჯერა რომ ეს სისტემა არის სოციალისტური სისტემა, ვიღაც კომუნისტური სისტემა, ანარქისტული სისტემა, ფართოგავით მემარცხენეებისთვის, ხომ ერთმანეთს ხოცავენ, ხო? ანუ ერთის ჯერა, მეორეს იჯერა, მესამეს იჯერა და ამის იმიტომ კი არ გვჯერა რომ ვიღაცის სიმდიდრე არ მოგწონს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რას იწვევს ეს სისტემა, რა შედეგებამდე მიდის ეს სისტემა და ჩვენ გვჭირდება და ვხედავთ იმის საჭიროებას რომ უკეთესი სისტემა არის გლობალურად საჭირო. ამაზე არის საუბარი. ეხლა რაც შეეხება საქართველოს, ხო, იკითხე დამრჩა მე მგონი დრო და რამდენიმე სიტყვა რა ვთქვა, რომ ესე იგი საქართველოში არსებობს ეგ ეს პარტია, რომელიც კიდევ მეტ დერეგულაციას ითხოვენ, ხო? ანუ საქართველოში ჩვენ ვიცით, რომ 2012 წლამდე ფაქტიურად ანუ შრომის კოდექსი არ გქონდა, ესე იგი რომ ფაქტიურად ანუ ახსნა განმარტების გარეშე გათავისუფლება შეიძლება და პროფესიული კავშირების შექმნას ჰქონდა უამრავი დაბრკოლება, შრომის ინსპექცია არ არსებობდა და რაღაცა მინიმალური ვითომ კოსმეტიკური ცვლილებები შეიტანა ქართულ მოსახლეობამ, მაგრამ სულ ისეთივე დერეგულაციის გზა გააგრძელა. მინიმალურ ხელფასზე რო ლაპარაკობთ, ხალხო, მინიმალურ ხელფასზე, ესე იგი საქართველოში რომელიც არის $7 20 ლარი, ხო? ესე იგი სომხეთში არის $197 მინიმალური ხელფასი, აზერბაიჯანში $235, რუსეთში $290, ანუ საქართველოში არის სომხეთზე 28 ჯერ დაბალი მინიმალური ხელფასი და 33 ჯერ დაბალი ვიდრე არის აზერბაიჯანში და კიდე ებრძვიან მინიმალურ ხელფასს, ხო? ანუ და კიდე ებრძვიან იმას, რომ ამდენი რეგულაციები არ არის საჭირო ქვეყანაში და ისევ სოციალიზმი არის რაღაცაში დამნაშავე და რო გადახედოთ ხო ესე იგი ნიგერიას, ინდოეთს, პაკისტანს, აი ასეთ ქვეყნებსაც კი ჩვენზე უფრო მაღალი მინიმალური ხელფასი აქვს და ეს მინიმალური ხელფასი ხო რისთვის არის საჭირო, რომ ადამიანს უბრალოდ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება ჰქონდეს მისი შემოსავლით, ხო? ამაზე არის საუბარი და კიდე არის შემიძლია რომ დავამატო. ხო, ესე იგი შემდეგ არის ინდექსები, ხო, რაღაც თავით ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსი, რომელზეც ამ სოფლიოში ვართ მე-4 ადგილზე. ხალხო. ანუ და სინამდვილეში ესე იგი რა მოხდა მთლიანად ამ დაურეგულირებულ ბელმა ბაზარმა საქართველოში რაც გლობალურად ხდება იმის რადიკალური ვერსია არის საქართველო. ანუ შექმნა უპოვართა არმია, უმუშევართა სოციალურად დაუცველთა მინიმალურ ხელფასზე მომუშავე ადამიანების არმია, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული შემდეგ ამ ოლიგარქიულ კლასზე და არანაირი თავი დიდი მადლობა გიორგი, მე დაგიმატე 30 წამი და შემდეგ რაუნდში ავტომატურად სანდრო ეს 30 წამი დაგემატება, იმიტომ რომ შენ არ გამოგიყენებია. ეხლა მინდა რომ გადავიდეთ უკვე ღია დისკუსიის 10 წუთი ჩავრთო და ძალიან მიხარია რომ ჩვენია საუბარი უკვე პრაქტიკულ მაგალითებსაც შეეხო. ძალიან მინდა რომ ამ დისკუსიიდან მე და ჩემმა მაყურებელმა გაიგოს რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ კი სისტემა მოექცევა თქვენი იდეოლოგიური მმართველობის ქვეშ. ერთი შემთხვევაში ლიბერტარიანული, მეორე შემთხვევაში მემარცხენე, ხო? როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ქვეყანაში ამ ქვეყნის მოქალაქეთა სოციალურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. როგორც გითხარით, ორივეს მიკროფონები ჩაირთვება 10 წუთით. მე რა ვიცი როგორ გავინაწილოთ, მაგრამ რა ვიცი, ერთ ფრაზას თქვი და მე გიორგი მიპასუხოთ და რა ვიცი, ნელ-ნელა შევყოთ. პირველი რაც მინდოდა მეთქვა, რაც გიორგის უსმენდი, რომ სოციალიზმი არანაირი გაგებით არის პროგრესული იდეოლოგია. ის ყოველთვის თავსაჩეს რომ პროგრესულები არიან, რაღაცა წინ იყურებიან და არის შეჩვეულებრივი ანაქრონიზმი პრიმიტიული საზოგადოების გამოძახილი, იმიტომ რომ პრიმიტიული ადამიანის საზოგადოება ეგალიტარული საზოგადოება იყო, სადაც თანასწორობა იყო ასე თუ ისე მიღწეული, სადაც ხალხი საკუთრება ფაქტობრივად კი არ საკუთრება არ არსებობდა და
ეს არის ძალიან ბუნებრივია. სოციალისტური სოფხედულობა ძალიან ბუნებრივია ადამიანისთვის და ბუნებრივ მდგომარეობაში, პრიმიტიულ, აი ღატაკ მდგომარეობაში ის სოციალისტური ასე ვთქვათ, მაშინ ტერმინი არ იყო, მაგრამ თავისი ცხოვრების წესი ძალიან ახლოს არის იმასაც სოციალიზმის ვეძახით. როცა ვაჭრობა დაიწყო, საკუთრება გაჩნდა და შემდეგ ეს ისეთი რაღაცები გაჩნდა, მათ შორის უთანასწორობა, რომელსაც მე თავსებადი არის ჩვენ ბუნებრივ ასე ვთქვათ მდგომარეობას. ეს აჩვენს შურს, ბოღმას, ბრას, რომელიც მე ითარგმნება იმაში, რომ აი ნახეთ ის გამდიდრდა და მოდი რამე ვქნათ, მოდი წავართვათ და როგორ წავართვათ, მოდი რამე მოვიგონოთ და ისევ მთელი ეს ამბავი გიორგი რასაც ყვებოდა, იყო ის ისევ მიზნებზე, ყურეთ, მიზნებზე და არა ინსტრუმენტებზე. არადა რაც ბოლოს მაგალითი მოიყვანეს საქართველოს, ხო ძალიან სასაცილო იყო მინიმალური ხელფასი, შენ საწინააღმდეგო არგუმენტი მოიყვანე. 23-ჯერ რამდენი თქვი, სომხეთზე მაღალი მინიმალური ხელფასი არის სომხეთში? 28-ჯერ. ხელფასები ჩვენთან სომხეთზე დაბალი ხო არ არის. ანუ ხდები მინიმალური ხელფასი არაფერშუაში არის ხელფასებთან. მაგრამ შენ რომ უბრალოდ ხო და ეს ერთი და მეორე შენ რომ უბრალოდ გაზარდო ჩვენ მინიმალურ ხელფასზე საბედნიეროდ არ გაზრდილა. ძალიან კარგი, კიდევ კაი. რაღაცები რაც ბენდუქიძემ გააკეთა, ამ მავნებლებმა ბომბი არ გააუფუჭეს, მაგრამ რო გაზარდო საბუჯაში უბრალოდ ყველაზე ღარიბი ადამიანებსაც ყველაზე ნაკლები ხელფასი აქვს, ისინი დაკარგავენ სამსახურს. და ამიტომ მე კი არ გეწინააღმდეგები ამაში, რომ ვიღაც ადამიანს რაც არის 400 ლარი აქვს, მე გამიხარდება რა თუ არაფერი არ შავდება ამ ქვეყანაში და ის 1000 ლარს იღებს, მე რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც კი სოციალისტურ მეთოდებს გამოიყენებ, არაფერი კარგი არ გამოდის. ამიტომ მეთოდებზეა მთავარი პრობლემა და არა მიზნებზე და გიორგი შეიძლება რომ ეს თუ რაღაცა ის არის, მაგრამ შერეული. ესე იგი, ნუ პროგრესულობასაც შეეხება, ხო? აი მე თუ მკითხავ რა, ეხლა ლიბერტარიანელები ხართ, მართლა აი კონსერვატიზმის განსახიერება ხართ რა, ანუ რაღაც რო, იმიტომ რომ სინამდვილეში ანუ სისტემას იცავთ არსებული სახით. ანუ აი არსებულ სიმდიდრის გადანაწილებას, რომელიც გლობალურად არსებობს, აი ამას იცავთ არსებული სახით და აი ზუსტად რასაც ამბობ რა, რომ აი რაღაცა პრიმიტიული იმპულსების დაცვა არის რა, რომ აი მე მინდა ამდენი მქონდეს, შენ რატო არ გინდა რომ მე ამდენი მქონდეს და ასე შემდეგ და რაღაცა გამოყვანა თან საპირისპირო პოზიციის მუდმივად რაღაცას გართმევენ და რაღაცას არ უნდათ რომ ვიღაცას არ უნდა რომ თითქოს გამდიდრდეთ რა, რაღაცა ესეთი ის რა ქვია. და სოციალიზმის პროგრესულობა ხა რაში მდგომარეობს რა, რომ სოციალიზმის ამოცანა არის რომ ეს კაპიტალისტ როგორ ჩავანაცვლოთ კიდე ერთხელ გავიმეორებ რა, კაპიტალისტური სისტემა უკეთესი წარმოების სისტემა. და ამ კითხვას თქვენ საერთოდ არ ცვამთ. ანუ შენ იმდენად გჯერა ამ კაპიტალისტური სისტემის, რომ შენ გგონია რომ ეს იქნება უსასრულო და იქნება გაგვამდიდრებს სულ. აქ ირანში ომი დაიწყო, იქ გენოციდი ხდება, აქეთ უკრაინაში რა ხდება, რაღაცა წარმოუდგენელი სცენები, იქ აფრიკაში რაღაც ბარიერი გაარღვია ხალხმა. კაპიტალიზმის რომელია აქედან კაპიტალიზმის დამსახურება? აი ირანში ომია დამსახურება თუ რა ვიცი, ყველაფერი ეს ომები მიმდინარეობს რესურსების და რისთვის მიმდინარეობს? და მთავრობები რო აკეთებენ ამას და ყველა მთავრობა რომელიც ასეთია მემარცხენე რო არის, ეს არა უშავს ხო ამას? არა, ყველა მთავრობა რომ მემარცხენე არის, ხა ესეც დაშვებიდან რომ ამოდიხარ ხა. ნუ აი არგენტინაში შეიძლება რაღაცა კომუნისტურ, გლობალურ კომუნისტურ დიქტატურაში ვართ, ანუ ეს ტრამპიც მემარცხენეა, პუტინიც მემარცხენეა, აიათოლაც მემარცხენე არის და ერთმანეთს უნდათ რაღაცა სიმდიდრე წაართვან და ხოცავთ. ჰამასიც მემარცხენეა და ნეთანიაჰუც მემარცხენეა. არა, მაგას საერთოდ ისრაელი კომუნისტური ქვეყანა შეიძლება, თუ იცის ზოგადად, იმიტომაც ყველამ დაუჭირა, მაშინ საბჭოთა კავშირის ხარი, რომ ერთ-ერთი ყველაზე კომუნისტური ქვეყანა იყო, მაგრამ და ეხაც ისრაელიც ან კომუნისტური ქვეყანა არის. კიდევ ვინ არის? ყველა ვინ არის კაპიტალისტური ქვეყანა რომელი არის? ისტორიას გადახედე, შეიქმნა ეს კომუნისტური ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ იქ მართლა ბევრად წინ არის თავის მეზობლებთან შედარებით. რომელი არის კაპიტალისტური ქვეყანა, რომ აი ერთი მაგალითი რომ მომიყვანო, რომ ვიცოდეთ, რომ სადღაც არსებობს კაპიტალისტური ქვეყანა, რომ ბნელი პერიოდიდან ცივილიზაცია ხო ვითარდება და კაპიტალიზმი არის ესა შუქურა. ანუ თავისუფლების რაღაც ესეთი წერტილია, რომელსაც ჩვენ ახლოსას არ მივსურვებთ ჯერ. მთელი მუღამი ის არის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მემარცხენეები იმიტომაც იმარჯვებენ და მთელი ევროპა იმიტომ წაღებული აქვს ამ მემარცხენეებს სხვა სახის, რომ მემარცხენე პარაზიტირებს ადამიანის პრიმიტიულ ემოციებზე, შურზე, ბოღმაზე, ეუბნება, მოდი ამათ წავარდოთ. რაღაცის უტოპიური ხედვა არის, ანუ კაპიტალიზმს ვერ მივახციეთ აქამდე კაცობრიობამ და რაღაცის მისასვლელები ვართ. დაახლოებით მე-19 საუკუნის ამგზაზე დავდექით, მანამდე კიდე რამდენიმე ბევრი საუკუნე ნელ-ნელა სხვა ელემენტები ყალიბდებოდა და მივდივართ. ზოგჯერ წინ სწრაფად მივდივართ, როგორც მე-19 საუკუნეში კაპიტალიზმის როგორც ღმერთისკენ მორწმუნე.
ნუ ხან სწრაფად მივდივართ, ხან ნელა ამას. ფუქურისკენ, იმიტომ რომ თავისუფლების იდეალი შეიძლება რასაც ვერ მიაღწიო. ყოველს იქნება მძარცველი, მკვლელი, რაღაც პრობლემები სული არსებობს, მაგრამ ამაზე არ არის პრობლემა, ამას თავრობები, ყველა მაგალითად კომუნისტებმა რაც ხალხი დახოცეს, დანარჩენი მიზეზით, კვლელები, რელიგიური ომები ჯამში ვერ აღემატება, რაც კომუნისტებმა დახოცეს. და აი ამ თავრობებმა რომები დაიწყეს, რომელიც არც ერთი არ არის კაპიტალისტური და ვერ იქნება, რომ კაპიტალისტური სისტემა არის ნებაყოფლობითი ურთიერთობა. იქ თავრობის როლი არის რეალობაში ცხოვრობთ უკვე, რეალობაში დაპყრობილი ომი არ შეიძლება იყოს კაპიტალისტური თავისი განმარტებით. ესე იგი, როგორ რაღაცას ამოფიცი, როგორ აბსურდს ამოფ, ანუ რომ პუტინი, ნეთანიაჰუ, ჰამასი, აიათოლა, ესენი არიან რაღაც მემარცხენე თავრობები. და რადგან მემარცხენე თავრობები ნეტანიაჰუ ბევრად უფრო წინ არის ვიდრე აიათოლა, მაგრამ და პუტინი, მაგრამ რადგან არიან ესენი, ანუ რაღაცა მემარცხენები, აქედან ეხა ეს არის ელემენტარულია, რომ აი შენს მსმენელსაც რაღაც ვინც არის თქვა შენი პარტიის წევრი, რომ რაღაცნაირად ეხა დღეს რა ომებიც ხდება, რუსეთმა რა აგრესიაც დაიწყო უკრაინაში, ხო? ეს ხდება რესურსებისთვის, ანუ რესურსებისთვის ხდება და იგივე ხდება ახლო აღმოსავლეთშიც, ხო? და ეს ხდება ანუ ზუსტად კაპიტალის დაგროვების მიზნით ხდება. ეს ყველა ეს ქვეყანა რომელიც ამ ყველა ეს თავრობები რო აიათოლას რაღაცა ეს არის კერძო საკუთრება. თავრობების ქმედება არ არის კაპიტალისტური სისტემის დამოუკიდებლობის განმარტების დონეზე ასეა. ხოყურებ კაპიტალისტური სისტემა არის სახელმწიფო სისტემას, ნახე კაპიტალისტთა კლასი სახელმწიფო სისტემას იყენებს იმისთვის, რომ მოიხვეჭოს უფრო მეტი სიმდიდრე. აი მაგალითად როგორი პუტინის შემთხვევაში, ხო, აი პუტინის შემთხვევაში რო კრონიკ კაპიტალიზმი დაახლოებული კაპიტალისტების კლასი არსებობს და ეს კაპიტალისტების კლასი რუსულ სახელმწიფოს, რუსულ სამხედრო მანქანას იყენებს იმისთვის, რომ გამდიდრდეს რუსი ხალხის ხარჯზე, მათ შორის და უკრაინელი ხალხის ხარჯზე. იგივე ადამიანები, რომის იმპერიაში დიდარი ადამიანები იყენებდნენ ხალხის რაღაც მოტყუების შესაძლებლობას, რომ რაღაც ძალაუფლება მოეპოვებინეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის მანკიერი სისტემა ძალაუფლების. ამიტომაც მაგრამ მეთოდებს მნიშვნელობა აქვს, რომ ის რომ დიდარი ადამიანები რუსეთში ესე მივედით იქამდე რომ კაპიტალიზმი არის თუ კიდე სოციალიზმი არის. ატყუებენ. ჩვეულებრივი ამბავია, კაცო, ხალხი იმიტომ ტყუდება, იმიტომაც არის მემარცხენე სულელების, რომ ხალხს ჯერა და ამიტომაც ტყუდებიან, კაცო. მაგრამ ეს არის ესე იგი ორი კარგი მაგალითია, თუ შეიძლება მოდი ტერმინს ვიყო, რა გასაგებია იყო. კაპიტალიზმი თავისი განმარტებით გულისხმობს, თავრობა არის შეზღუდული მხოლოდ მინიმალური ფუნქციებით. როგორც შუქურა არის, რომელიც ესე გვანაცვლებს და ცოტა მივდივარ. როგორც ჰიტლერის ხო ჰიტლერი ხო სოციალისტი იყო, იმან ის იყო რესურსებისთვის იბრძოდა. ანუ შენი განმარტებიც კაპიტალისტი იყო, ხო? აი ხო აბსურდია. ჰიტლერი იყო თუ არა კაპიტალისტი, ანუ ამას ამბობ, ანუ ჰიტლერი იყო პირველი ანტიკომუნისტი იყო და პირველი ანტისოციალისტი იყო. ყველაზე სერიოზული. სოციალისტი იყო გაკანებული. აი ამაში პრობლემა ცოდნის დონეზე რო არ იცით ხოლმე რა არის სოციალიზმი. არა, ცოდნის დონეზე რომელ სოციალიზმზე ვლაპარაკობთ, ანუ ანტიკომუნისტი იყო, ანუ ჰიტლერი საბჭოთა კავშირის მათ შორის, ამიტომ ხო, აი ხა ფაშიზმის თეორიაზე თუ მელაპარაკები, ხა ფაშიზმის თეორია დამიჯერე შენზე ეგრევე კარგად მისმის რა. კოლექტივიზმის თქვა სახეობა, ფაშიზმის, ნაციზმის და კომუნიზმის. სახელმწიფო კონტროლირებადი კაპიტალიზმი და ფაშისტური პოლიტიკური იდეოლოგია ეს იმას არნიშნავს, რომ იქ სოციალიზმი არის. ანუ ეს იყო თეორია ეფუძნებოდა იმას არიული რასის გაბატონებას და წარმოების გაზრდას. ნაცისტური პარტიის განვითარება, ნაცისტური პარტია იყო მოძმე პარტია ფაქტობრივად სოციალისტების. ერთ კონკურენციაში იყვნენ ერთმანეთს აქტივისტებს ართმევდნენ. რანაირად იყვნენ 20 მილიონი ადამიანი, ესე ყველაფერს როგორი რაღაცა არის. იმიტომაც ჩახოცეს მე კონკურენტები და კონკურენტები იყვნენ. ერთ იდეოლოგია ერთმანეთის ენახმეტრაინები აგვირია რა, ეგეთი ის არის. ეს ცოდნა შენ, აი რაც გაქვს ეს იდეოლოგიური ცოდნა, როგორც ხარ რა, ეს იდეოლოგიურ ჩარჩოში მოქცევა, სად შეიძინე ეგ მაინტერესებს. აი ყურებ თელი ამალი ეს შეცოდნა არ შეგიძენია თუ ეს გაინტერესდა აგიხსნი ხო ყურებ. აი თელი მუღამი იმაშია რომ ასე რო ხარ დარწმუნებული თან რა, რომ ჰიტლერის ნეთანიაჰუც ისიც რომ სოციალისტები არიან და შენ რაღაცა კაპიტალიზმის შუქურა რო ხარ, რომელმაც უნდა გაგვიყვანოს კაცი. ოყურე რაშია საქმე, ზოგადად სოციალიზმის თავარი გავრცელებული თუ შურიანი ხალხი არის, თავარი მიზეზი არის უსოდინრობა, ზოგადად ასეა წესი ასეთი. ხო და ჰიტლერის დროს და ჰიტლერ ამდენს ხელისუფლებაში მოვიდა გერმანიაში კომუნისტების და ნაცისტების ყველა ებრძოდა ლიბერალებს. იმიტომ რომ თავარი მტერი მათთვის ლიბერალი იყო, თორე ისინი ერთმანეთ კონკურენტები იყვნენ და აქტივისტებს ერთმანეთს ართმევდნენ. გაიგე, იმიტომ რომ საბოლოო ორივე ძალადობრივი სისტემაა, სადაც ადამიანის საკუთრებას და ავტონომიას ისევ დავაბრუნებ მიკროფონებს. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო და კიდევ გვექნება ჩვენ შერეული დისკუსიის ბლოკი. მანამდე მინდა რომ მოვსინჯო ჩვენ
17 ადამიანი ესწრება ჩვენს აი ვირტუალურ დარბაზში, ეხლა ჩვენს ასე ვთქვათ დებატს. მე მინდა რომ მოსინჯო ერთი საინტერესო ფუნქციონალი, რომელიც აქვს rebats, რომ გავიგოთ რომელი, ასე ვთქვათ, ამ დარბაზში დამსწრეებისგან, რომელი არის უფრო მეტად მომხრე გიორგის და რომელი არის უფრო მეტად მომხრე სანდროსი, აქ არ არის საუბარი პერსონალურ მომხრეობაზე, გულისხმობ თქვენს იდეოლოგიებს, როგორი, ასე ვთქვათ, იზიარებენ. მე მგონი თქვენსაც საინტერესოა ამ დარბაზის შემადგენლობაში რა იდეოლოგიის ხალხი ზის და მოდით 30 წამი და ამ 30 წამის განმავლობაში კიდევ გეუბნებით, ვინც ახლა გვიყურებთ rebats აპლიკაციაში, თქვენს ეკრანზე არის გამოტანილი კითხვა და თქვენ შეგიძლიათ რომ თქვენთვის სასურველ მხარეს დაუჭიროთ მხარი, ამისთვის გაქვთ ეს დრო. ლიბერტარიანელი მაყურებელი მეტი ყოლია ამ შედეგების მიხედვით. კეთილი. ჩვენ ისევ დაუბრუნდეთ მოდით დისკუსიას და ამჯერად მინდა რომ ასე ვთქვათ, ჩემ შეკითხვას უპასუხოთ და ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეკითხვა. ჩემი კოლეგა ცხოდეშორის დაინტერესდა და რამდენადაც თქვენ შეეხეთ, ჩემი ერთ-ერთი კოლეგა, რომელიც მისვამს თხოვს რომ დავსვა ეს შეკითხვა, რამდენადაც თქვენ შეეხეთ მინიმალურ ხელფასს, ეს არის საკითხი, რომლის მიმართაც მაღალი მზნობელობა არის საზოგადოებაში. თქვენი გადმოსახედიდან როგორი რამდენი უნდა იყოს განსაზღვრული საქართველოში მინიმალური ხელფასი და ისიც რომ მოაყოლოთ, როგორ შეიძლება რომ ეს მოხდეს, ერთი არის თქვა საუკეთესო სურვილები, მაგრამ რა ტიპის პოლიტიკა შეძლებდა ამ მინიმალური ხელფასის გაზრდას. ამისთვის მოდით თქვენ მოგცემთ 2 წუთს და შემდეგ უკვე დავაბრუნოთ დისკუსია რეგლამენტით, სადაც ჯვარედინი შეკითხვებით მოგმართავთ. სანდრო, შენ ჩაგირთავ 2 წუთს და მაინც გვაინტერესებს მინიმალურ ხელფასზე შენი პოზიცია. ისევ და ისევ მინიმალურ ხელფასზე საუბრობ, ხალხს გონიათ რომ მინიმალურ ხელფასს ვინც ეწინააღმდეგება, იმას არ უნდა რომ ვიღაცას ხელფასი მაღალი ქონდეს, მაგრამ ზოგადი წესი არის, რომ დასწული ადამიანის შრომით ურთიერთობაში მთავრობა არ უნდა ერეოდეს. ანუ თუ ორის დასული ადამიანი რაღაცაზე თანხმდება, რაღაც შრომით ურთიერთობაზე, ეს არის ასეც უნდა იყოს, რა შეთანხმდებიან ეგ არის. დასაქმებელი დასაქმებულთან. და ის იდეა რომ რაღაც დასაქმებული ჩაგრულია და ის რაღაც ბოროტი კაპიტალისტი ძარცვავს, ეს როგორც ის იმ ადამიანების ფანტაზიებია, ვისაც არ უნახია კვალიფიციური თანამშრომელი, რომელზეც რა ვიცი ლოცულობენ დასაქმებულები და დასაქმებლები, იმიტომ რომ როცა ადამიანი კვალიფიციურია და მართლა დიდ ღირებულებას მიაქვს კომპანიასთვის, მთელი თავის ტკივილი იმაზეა, რომ ეს ადამიანი სადმე არ წავიდეს და მაღაზია არიან გადაყოლილი. ამიტომ იგივე ლოიკით თუ ვიღაცა მაგალითად მოლაპარაკებთ პოზიციაშია, რა ვიცი, მაშინ ბიზნესმენს უნდა ქონდეს მინიმალური მოგების კანონი და რაღაც ასე რომ გავაღრძიოთ ეს ლოგიკა სისულელემდე მივალთ. მაგრამ ისე და ისე აქ თავარი პრობლემა არა მიზნებზე, არა მეთოდებზე და მინიმალური ხელფასის დაწესება როგორიც არ უნდა იყოს. ან არაფერზე არ იქონიებს გავლენას თუ ის ძალიან დაბალია. ან უბრალოდ დააკარგვინებს ყველაზე ღარიბ, ყველაზე ნაკლებ კვალიფიციურ ადამიანებს სამსახურს. ეს არის ინდიანად გამოცდილი ამბავი, რომც რაღაც სხვა თუნდაც სხვა რეგულაციების ხარჯზე ეს არ მოხდეს ერთბაშად და ერთდროულად და პირველივე დღეს, ეს აუცილებლად მოხდება გრძელვადიანად და, რა ვიცი, ბოლოს მაკდონალდსში სალაროები რო არის ავტომატიზირებული, თავის დროზე მინიმალური ხელფასზე პასუხი იყო ეს ყველაფერი. და ამიტომ ჩვენ დროს, რა ვიცი, კურიერებს გაიზრდებათ მინიმალური ხელფასი, რაღაც პერიოდი შეიძლება ვიღაცას ხელფასი მაღალი ქონდეს, მაგრამ მერე ჩაანაცვლებენ ამას რობოტი კურიერები, ისეც უკვე არსებობს და ასე შემდეგ. ამიტომ სოციალისტები ვითომ ხალხს იცავენ, მაგრამ იმიტომ რომ არ იციან რა და როგორ მოქმედებს სამყაროში, ბოლოს აზანრებენ იმ ადამიანებს, ვისაც ვითომ იცავენ და შედეგი ყოველთვის უარესი დგება ხოლმე. დიდი მადლობა მონაწილეებს, მინდა ვთხოვო, რომ თუ თქვენს ეკრანზე არის დარჩენილი ხმის მიცემის შედეგი, მანდ არის close და გთხოვთ რომ გათიშოთ, თუ იმ შემთხვევაში თუ კი ამას აჩვენებს ისევ. და ახლა ისევ დავაბრუნებ მიკროფონს გიორგი ღვინჯილიასთან. გიორგი, განსაკუთრებით საინტერესო იქნება შენი ხედვა ამაზე, ამ საკითხზე, რა უნდა იყოს განსაზღვრული მინიმალური ხელფასი და რა ტიპის პოლიტიკა უნდა დააზღვიოს მისი
ისმის ხო ნუ პირველ რიგში უნდა დადგინდეს რაღაც კონკრეტული გარემოები, კონკრეტული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რა ვიცი, ფასები, ვალუტის წყიდულობით უნარიანობა, რა ვიცი, რამდენის გადახდა შეიძლება გონივრულად და ასე შემდეგ. ანუ ამის მიხედვით და როგორ უნდა რა პოლიტიკით უნდა მოხდეს ხო ამისი გაკეთება. ამისი გაკეთება შეიძლება მხოლოდ მშრომელთა გაერთიანებით, იმიტომ რომ თუ მშრომელები არ გაერთიანდებიან, ხო, თვითონ აი სადაც არ არის ზოგიერთ ქვეყანაში დადგენ დანიაში და ვისაც ესენი კომუნისტურ ქვეყნებს უწოდებენ, ხო? იქ იმიტომ არ არის დადგენილი, რომ სინამდვილეში ანუ პროფკავშირებს აქვს იმდენი ძალა, რომ მუდმივად აი ამ მოლაპარაკებაში მათ აქვს ძალა, იმიტომ რომ გაერთიანებულები არიან, იმიტომ რომ ორგანიზებულები არიან. საქართველოში ანუ მუშათა კლასი არის დეზორგანიზებული და სინამდვილეში ანუ ხდება მუდმივად აი ამ კიდე როგორც კი ეცდება რომ რაღაცა გაერთიანება გააკეთოს ან რაღაც გაფიცვა და ორგანიზოს რაღაც მოთხოვნები დააყენოს, მაშინვე მის წინააღმდეგ ირაზმებიან ერთი მხრივ, ესე იგი ჩვენი კაპიტალისტები ქვეყნის შიგნით და მეორე მხრივ ესეთი პარტიები, როგორიც არის თქვათ გირჩი რა და როგორიც არის დანარჩენი პარტიებიც იგივეს ამბობენ პრინციპში აი ესეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის თქვათ მინიმალური ხელფასი, ხო? რა არის ამისი ამოცანა? ამისი ამოცანა, ამ მინიმალური ხელფასის ამოცანა არის, რომ ადამიანმა მის დასაქმების ადგილზე რაღაც სტაბილურად იგრძნოს თავი, ხო? ის მომენტი, აი როდესაც თქვენ ამბობთ, რომ უნდა გათავისუფლდეს რაღაცა ქვეყანა, ხო, რაღაცისგან, ამისგან, ესეთი ცხოვრებისგან ის როგორ შეიძლება ანუ ადამიანი გათავისუფლდეს, რომელსაც საკუთარი ხელფასი არ ყოფნის მისი ელემენტარული საჭიროების დასაფარად და ისეთ მოწყვლად მდგომარეობაშია, რომ რო ეტყვის უფროსი რომ ადექი და წადი, ანუ იცის რომ ვერანაირი შედეგი ვერ დადგება თუ თუნდაც დაუპირისპირდება ამ საკუთარ დამსაქმებელს, ხო? როგორ შეიძლება რომ ასეთი ადამიანი იყოს, თქვათ, რაღაცა სრულყოფილი სუბიექტი დემოკრატიის თუ რაღაც რაც გვინდა რომ იყოს ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა. ახლა უკვე გადავიდეთ ჩვენი ასე ვთქვათ რეგლამენტით გაწერ შემდეგ ბლოკზე. ეს არის უკვე ჯვარედინი შეკითხვები და თქვენ შეგიძლიათ უკვე ახალი შინაარსი მისცეთ ერთმანეთთან კამაც. სანდრო, მოდი ახლა შენ ჩაგვითავ ერთ წუთს იმისთვის რომ მიმართო შენი შეკითხვით გიორგი ღვინჯილიას და შემდეგ გიორგის 3 წუთს დავუთმობ პასუხისთვის. ამის შემდეგ კი ანალოგიურად გიორგი მოგმართავს შენ შეკითხვით. მაინტერესებს ხოლმე სოციალისტები როგორც ეს არ აღიარებენ კერძო საკუთრებას და მაინტერესებს გიორგის მიიჩნევს თუ არა რომ არსებობს რაღაც მისი პირადი ავტონომია, მისი ცხოვრების რაღაც ნაწილი, იქნება ეს მისი სხეული, მისი ბინა თუ რაღაცა, რომელიც იმდენად დაცული უნდა იყოს, რომ თელმა საზოგადოებამ რომც მოიდომოს არავის არ აქვს სული მასში ჩარევის. ანუ არსებობს თუ არა ასეთი რაღაც ავტონომიის სფერო მისი აზრით, რომელიც მას ეხება და თუ არსებობს, რატომ მიიჩნევს რომ ეს არსებობს და თუ არ არსებობს, მაშინ მაგალითად უმრავლესო რომ გადაწყვეტოს რომ რაღაც უნდა გიორგიმ გააკეთოს, თვითონ აღასრულებს თუ არა ამას ნებაყოფლობით და დაემორჩილება თუ არა, თუ არ მიიჩნევს რომ მას არ გააჩნია ავტონომიის სფერო და თუ გააჩნია, მაინტერესებს რა სფეროა ასეთი და რატომ გონია რომ ასეთი ავტონომიის სფერო მას გააჩნია. მადლობა გიორგი, როგორც თქვით, 3 წუთს მოგცემ პასუხისთვის. სოციალისტი ისევ არის, ანუ ბოდიში 3 წუთი ტექნიკურად არასწორად დავითვალე. ხო, ნუ ესე იგი, არ ვიცი, ანუ ეს წარმოდგენები საიდან მოდის, ისევ ამიტომ ვიკითხე ამ რაღაცა სად მიიღე მეთქი ეს იდეოლოგიური განათლება. რა თქმა უნდა, რომ არსებობს არ აღიარებენ კერძო საკუთრებას, ასჩევს, ანუ კერძო საკუთრება არსებობს უბრალოდ. და რა ვიცი, ხა ის მე არ ვიცი, ვიღაცას ეთქვა თქვენ ვიღაცას პოულობთ, ვინც გეუბნება, რომ ჩემი სხეული მე არ მეკუთვნის, ანუ ვიღაცას, ანუ უბრალოდ უკვე ამის ლიმიტები არსებობს. ანუ ამის ლიმიტები რა მხრივ არსებობს, ხა რომ თუ მე საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, ხო, თუ მე რაღაცას ისეც ვაკეთებ, თუ ერთი ადამიანის გამდიდრება ხელს უშლის მრავალი სხვა ადამიანის გამდიდრებას, მაგალითად, ხო? აი გამდიდრებაზე რო ვილაპარაკოთ და ფულზე რო ვილაპარაკოთ, რა, ესე თქვენს ტერმინოლოგიაში რო ვისაუბროთ, ხო? მაშინ ანუ აქ დგება კითხვა, რომ რა უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში, ხო? თუ ერთი ადამიანის თავისუფლება ხელს უშლის დანარჩენი ადამიანების თავისუფლებას, ხო? ანუ ამ დროს ახლა მაგალითად რომ იყოს, ესე იგი, ვიღაც ვინც ამბობს, რომ აი ლიბერტარიანელები უნდა რაღაცა დავხოცოთ და ამისთვის რაღაცა ორგანიზებულ ნაბიჯებს დგავს ამასთანავე, ხო? მას ხომ ჩამოერთმევა, ასე ვთქვათ, მის სხეულზე საკუთრების უფლება.
ხო? ამაზე არის რა ლაპარაკი, ხო? იმიტომ რომ რაღაცა ტერორისტულ აქტს ამზადებს სიტყვაზე რა, თქვენს წინააღმდეგ, ან რაღაცა ასეც აკეთებს რა, ხო? ანუ და როდესაც ანუ ამაზე არის რა ლაპარაკი რა, რომ ნებისმიერი თავისუფლება ის არ არის ანუ აბსოლუტური. ნებისმიერი თავისუფლება ექვემდებარება რაღაც ტიპის შეზღუდვებს საზოგადოების შიგნით. ხო? და თუ ეს თავისუფლება საფრთხეს უქმნის დანარჩენი ადამიანების თავისუფლებას, რა თქმა უნდა, ის დაექვემდებარება შეზღუდვას რა. ამაზე არის საუბარი. მე მგონი ძალიან მარტივი არის. დიდი მადლობა გიორგი და შეგიძლია რომ ახლა უკვე ჩავთავ შენს ერთ წუთს და შენ მიმართო სამ დროს შენი შეკითხვით თუ კი გაქვს მომფიქრებული მისი მისამართით რა კითხოს დასვა. ამ ხალხს აქვს ესეთი წარმოდგენა რა, რომ ერთი ინდივიდის გამდიდრება, ან ერთი ინდივიდის თავისუფლებამ შეუძლებელია საფრთხე შეუქმნას სხვა ინდივიდების გამდიდრებას და თავისუფლებას რა. და მე მაინტერესებს, რომ თუ თქვათ ერთმა ინდივიდმა მიითვისა, ანუ არაპროპორციულად დიდი რესურსი, ხო? აი რაღაცა მაგალითი ხო გიყვართ რაღაცა გვაქვს თონე თუ რაღაცა რა და აი ბევრი თონე და რაღაცა პურის ფასი რო განსაზღვროს და ასე შემდეგ, ხო? და რაღაცა გაგვიზარდოს ხელოვნურად და ასე შემდეგ, ანუ აქვს თუ არა საზოგადოებას იმისი უფლება, რომ ასეთი ინდივიდის მოქმედებები შეზღუდოს. ან რა ვიცი, ინდივიდის მოქმედებები შეზღუდოს, რომელიც იტყვის, რომ აი ესეთი შეხედულებების ადამიანი, ვთქვათ, როგორიც არის სანდრო, უნდა ჩავქოლოთ და დავირაზმოთ და მოდით ჩავქოლოთ ესეთი ადამიანები, ხო? სანდრო სამწუხაროდ გაძლევ პასუხისთვის. ერთ წუთი. სოციალისტები თევზებით არიან და სრულიად დაიჭირო ერთ რამზე დაამიწო. თორე სულ გასწლებია ხოლმე, სხვა გადახტებიან ერთი მეორეზე ძალადობა, ნებაყოფლობითი გაცვლა, ყველაფერი ერთმანეთში არეული არის, თონეო, პურიო, ფასიო, რაღაცაო. აი ვარ მთელი ამბავი მაშინ მდგომარეობს, რომ ზოგადად კაპიტალიზმი არის ნებაყოფლობითი ურთიერთობაზე დაფუძნებული სისტემა, სადაც ძალადობა არის აკრძალული. ანუ შენ თუ შენი სხეული შენია, ეს არნიშნავს, რომ სხვა ადამიანზე ძალადობის უფლება გაქვს, მაგრამ შენი სხეული მაინც შენი რჩება, როცა სხვა ადამიანს ძალადობ, რომ იმ ადამიანს უშტება უფლება საკუთარი თავი დაიცვას. როგორც შენ შეგიძლია საკუთარი თავი დაიცვა, ეს არაფერს შეარის ამასთან. და ამიტომ კაპიტალიზმი შეუძლებელი იყოს სისტემა, სადაც ვიღაცა უბრალოდ ვიღაცას ართმევს რაღაცას. ეს არის კაპიტალისტური სისტემის საწინააღმდეგო ქმედება. ეს არის სოციალისტური სისტემა, როცა მაგალითად მდიდარი არ მოგწონს და უნდა წაართვა რაღაც. ეს არის როცა მაგალითად მთავრობა ბეგრავს ადამიანებს და ართმევს და ასე შემდეგ. ანუ თავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აი საწყის მდგომარეობაში რომ განმარტოს ტერმინების კაპიტალიზმი რა არის, სოციალიზმი, შენ მთელი ამდენი ვილაპარაკით უკვე და სულ მიზნებზე ვლაპარაკობ, რომ ვიღაცა მდიდრდება, ვიღაცა რაღაცა ძალიან მდიდარია, ვიღაცა ძალიან ღარიბია, მაგრამ აი რა მეთოდებია, როგორ უნდა მიაღწიო, აი ეს მდიდარია, ეს ღარიბია. თუ ისინი პატიოსტად იშოვეს ეს ფული, თუ მაგალითად ჩემმა ნიჭმა შეგიშალა შენ უკეთესად გაყიდო შენი პროდუქცია და მე უფრო კარგი მარკეტინგი მქონდა, ამაში არანაირი პრობლემა არის, ეს კონკურენცია ქვია ამას და ეს არის სიკეთე. მაგრამ მე თუ წაგართვი რაღაც, მაგალითად, რა ვიცი, ქვა გესროლე, უბრალოდ მოკპარე, გაგძარცვე, ეს არის ძალადობრივი ქმედება. ეს არის ანტიკაპიტალისტური თავისი ბუნებით ქმედება და ნებისმიერ კაპიტალისტურ სისტემაში ეს უნდა იყოს დაცული. საკუთრების უფლების დაცვა ამას საერთოდ ნიშნავს, რომ ძალადობა უნდა იყოს, ძალადობისგან უნდა იყოს ადამიანი დაცული. ამიტომ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედებები უნდა იყოს აღკვეთილი, ნებაყოფლობითი, როგორი შედეგის დადგება, ისე დადგება. ამიტომ აი ეს არის პრობლემა, რომ აღრევა ხდება. შენ თავში ერთი აღრეულია, რომ თურმე წართმევაც ერთი და იგივეა, ვაჭრობაც ერთი და იგივეა და თურმე რაღაც თონეებით შეიძლება რაღაცა გააკეთო და ვიღაცას რაღაც პურის ფასი დაუწესო. რაც მოც სასაცილოდ გამოიყურება თუ რამე გესმის კონკურენციაში ასე რაღაც მაგალითსაც კი ვერ მოიყვან. მაგრამ საბოლოო ჯამში თუ კრიტერიუმი გაინტერესებს, ყველაფერი ძალიან მარტივად არის. კაპიტალისტური სისტემა არის ნებაყოფლობითი ურთიერთობა. თუ ადამიანი ნებაყოფლობით ურთიერთობენ, ვაჭრობენ, კონკურენციაში არიან, რა შედეგის დადგება, ეს შედეგი დადგეს. მე ამ შედეგს მივიღებ. მათ შორის მაშინაც, როცა მე შეიძლება არ ვიყო გამარჯვებული ამ სიტუაციაში. და ამ კუთხით თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ერთი ადამიანის ნიჭი მისი უნარები, ცოდნა უშლის ხელს სხვა ადამიანს გამდიდრდეს, იმიტომ რომ ის პირველი კარგად მუშაობს, ეს არის სწორი და კარგი, ასეც უნდა იყოს, ეს არის სამართლიანი. აბა ზარმაცი და უცოდინარი და ის სხვა უნდა მდიდრდებოდეს კონკრეტულ სისტემაში, მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ ძალადობაზე, რომ ვიღაცა ართმევს, ვიღაცა ძალადობს, კლავს, ძარცვავს, ყაჩაღობს, გინდეს პოლიციის სახით კეთებოდეს, გინდა შემოსავლების სამსახურით, გინდა შრომითი რაღაცა გაერთიანებით და გინდა უბრალოდ ვიღაც ყაჩაღით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს უნდა იყოს აღკვეთილი, ეს არ იქნება არასდროს სწორი და ეს არის
ამის სახვეთ არის საფუძველი კაპიტალისტური სისტემის და როცა არ მოიპარო, არ იქორდო, არ მოკლაო ეს მორალური ნორმები გაჩნდა დასავლეთში, ამიტომაც გაჩნდა შესაძლებელი კაპიტალიზმის ჩამოყალიბება. მანამდე არ იყო გამჟდარი წესიერად და ამიტომაც კაპიტალიზმი არ ყალიბდებოდა. ნაუწული. ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ბლოკიც გადავიყვანოთ ამჯერად უკვე 5 წუთიან თავისუფალ დისკუსიაში და აქვე მინდა აღვნიშნო რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვაქვს შესაძლებლობა ესეთი პოლიტიკური იდეოლოგიების უფრო მეტად გაცნობისა და მინდა რომ ასე ვთქვათ ხედვა საქართველოს აი YouTube-ის არხის ერთ-ერთი ფუნქცია ეს იყოს რომ აჩვენოს მაყურებელს მაქსიმალურად მხარეთა მრავალფეროვნება, იმიტომ რომ მართლა მჯერა რომ დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები, დემოკრატია არის რეალურად ის რომ ბევრი განსხვავებული აზრი და ბევრი განსხვავებული პოლიტიკური იდეა შევიცნოთ, მოვისმენთ მათი არგუმენტები და შემდეგ უკვე ამაზე დაფუძნებით მიიღოს ხალხმა ასე ვთქვათ ინფორმირებული გადაწყვეტილება. განაგრძეთ ის რაზეც საუბრობდით უკვე შერეული დისკუსიის ამჯერად უკვე 5 ბლოკში. ხო, დაიწყო? სულ მევიწყებთ. ხო, იმიტომ რომ ხა შენ დაასრულე ბოლოს და მე დავიწყე. იცი რა არის? ანუ როგორი რაღაცა გამოდის რა, რომ აი აუხსნათ მაყურებელსაც რა, რომ ესე იგი სანდროს არ ჯერა და ასე ვინც აზროვნებს იმ ხალხს არ ჯერა, რომ ინდივიდის გამდიდრების სურვილი შეიძლება მოვიდეს საზოგადოების გამდიდრების სურვილთან წინააღმდეგობაში. ანუ შეიძლება ინდივიდის ინტერესები, ასე ვთქვათ, კაპიტალისტური ბაზრის შიგნით შეიძლება მოვიდეს კოლექტივის ინტერესებთან. კოლექტივი ბევრი ინდივიდისგან შედგება, ამ სიტყვისაც ისე არ უნდა შეგვეშინდეს, ხო? ანუ აი ესეთი რაღაცის არ გჯერათ და ამბობ რომ ესე იგი ინდივიდს რო აქვს სურვილი ვინ არის საზოგადოების ინტერესების მატარებელი? საზოგადოების ინტერესების მატარებელი რას ნიშნავს ვინ არის? ნუ შენ საიდაინციო ხო მაგალითი მომიყვანე რომ ერთი ადამიანის ინტერესი შეიძლება რაღაცა იყოს, შეიძლება რაღაცა რა ვიცი, პროფკავშირი იყოს, შეიძლება სოფლის თემი იყოს, ხო, რომელსაც რა ვიცი, მაგალითი მომიყვანე. მთელი კაპიტალიზმის ისტორია, ხო, რომ გადახედო ერთი მხრივ ეს არის კი ბატონო, რა ვიცი, წარმოების ზრდის და გამდიდრების ისტორია, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ესეთი მიტაცებების ისტორია და თვითონ ანუ ლიბერალური თეორიის შიგნით უდიდესი ადგილი ეთმობა. როგორი მიტაცება რა არის? ძალადობრივი? ან ძალადობრივია? მიტაცება ძალადობრივია. ძალადობრივი აუცილებლად იმას ხო არ გულისხმობს რომ მივიდა და ჯოხით დაესხა თავს, ხო, რაღაცა. ნუ რა ვიცი, შეიძლება საზოგადოების დალით მოხდა წყლის პრივატიზაცია. საზოგადოებამ გაიგო ამის შესახებ მოგვიანებით აპროტესტებს არავინ არ უსმენს, ესეც ძალადობაა. ეს იმიტომ ხდებოდა რომ მთავრობამ ვიღაცას პრივილეგია მისცა. და რატომ მისცა მე მთავრობამ პრივილეგია? იმიტომ რომ ეს მთავრობა მოსყიდული იყო კაპიტალისტების კლასის მიერ, ხო? მათი გავლენის ქვეშ. ეს არის კაპიტალისტური სისტემის დამახასიათებელი, რომ მთავრობას ასეთი უფლება მოსლება. იგი ეს არის სოციალისტური სისტემის დამახასიათებელი და რომელიც ტრანსფორმაციას თუ განიცდის. ეს ანუ კაპიტალიზმის შიგნით არ ხდება, ანუ ეს რომ ვიღაცამ სიტყვაზე საერთო რესურსების პრივატიზაცია გააკეთა, ვიღაცის გამდიდრების სურვილმა გააღარიბა სხვა ადამიანები, ეს არ არის, ანუ კაპიტალისტური სისტემაში. ეს ხდება სოციალისტური სისტემის ნებაყოფლობითი იყო თუ ძალადობრივი, თუ მთავრობის ჩარევით და ძალადობრივი ეს ერთი სიტუაციაა და ეს არ არის კაპიტალისტური სისტემის დამახასიათებელი. რომ გარიგება რომ მოხდეს, რამდენიმე კაპიტალისტის გარიგება რომ მოხდეს და რომ ჩაბჟირდეს სიცილისგან რა და პურზე ფასი, რომ აი სიტყვაზე რაც არის საბაზრო ფასი, იმაზე მაღალი რომ დააწესოს. ეს ანუ არ გაგვიგია ეკონომიკის თეორიიდან, ანუ ლიბერალური ეკონომიკის თეორიიდან. არა, ეს უბრალოდ ეს არის ეკონომიკური თეორია სავსე ასეთი მემარცხენე სისულელეების, ასეთი კარტელური გარიგებების ძალიან ბევრი მაგალითი არის. ეს ადამ სმითიც მემარცხენე არის თუ როგორ არის? ადამ სმითს მარქსი უფრო მეტ ციტირებდა ვიდრე ბევრ სხვას. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამ სმითს ჩვენ კულტურული ხალხი პატივს ვცემთ ბარბაროსებისგან განსხვავებით, ეხლა რაზე არის ლაპარაკი, ხო? ჩვენ ეხლა გიჟები კი არ ვართ, ამ დრო წარმოვიდგინეთ ესეთი რაღაცა, რომ ერთი ადამიანის გამდიდრების სურვილი ვერ მოვა წინააღმდეგობაში დანარჩენი საზოგადოების სურვილებთან. მე წინააღმდეგობა შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ზოგი წინააღმდეგობა, რომელიც კონკურენცია ქვია, სწორია და კარგია. იმიტომ რომ შენ უნდა ზოგი წინააღმდეგობა კარგი არის, მაგრამ შეიძლება თუ არა ისეთო ჩვენი ინტერესები არ არის გაიგე? აი შენ რომ კარტელული გარიგებაო, კარტელული გარიგება შეიძლება იყოს ძალიან ჩვეული ბევრი მაგალითი არსებობს და კომპანიები ცდილობდნენ ამის გაკეთებას და ყველგან სადაც მთავრობა ამაში არ ერეოდა, ყველა ასეთი დაირღვა, იმიტომ რომ კონკურენცია არ უშვებს ასეთი დაირღვა და მთავრობა ჩაერია. ოპეკი რო ავიღოთ, ნავთობის მოპოვებელი ქვეყნების კარტელი, იმიტომაც არის გრადი, რომ იქ საუდის არაბეთი არის ამის პოლიტიკური გაერთიანება და არა ეკონომიკური. აი რა მაინტერესებს ცი რო ამბობ გაიქცე მარტივ რაღაცას. ხალხზე ძალადობ თუ არა? ხალხზე ძალადობა მოსულა თუ არა? აი მითხარი, ხალხზე ძალადობა მოსულა?
ხალხში ძალადობა მოსულა რას ნიშნავს კაცო ამ კლიენტ მაგალითად ადამიანი შეიძლება წაართვა მისი შრომის ნაყოფი მაგალითად იმ შრომა რაღაც გააკეთა და თანაცხოვრება მუდმივი ნახე გაფსავისმულება თუ არა ჩვენი ყოველდღიური თანაცხოვრება ეფუძნება როგორ რაღაცას რომ აი ამ თანაცხოვრების მტრებზე ძალადობას მუდმივად აი ყოველდღიური ეხაც რომ ვზივარ და რომ ლაპარაკობ ვიღაცა ჩვენი სახელით ძალადობს იმათზე ვინც ჩვენ შეგვიშლიდა ლაპარაკში ხელს რა ანუ ხდები რა რომ ვიღაცა არსებობს პოლიცია რომელსაც ბიუჯეტიდან ხელფას უხდიან იმისთვის არსებობს ეს პოლიცია რომ დაიცვას ადამიანები რომ ერთს კონდეს ერთი შეხედულება მეორეს სიტყვაზე რა ანუ ასე სახელმწიფო ანუ ამისთვის არის რა ანუ ის მომენტი ამიტომ კაპიტალიზმში სახელმწიფო და იყოს რაც შეიძლება პატარებდა რაც უფრო დიდია მით უარესია გაიგე ამიტომაც არის კაპიტალიზმში ანუ არ არსებობს ეს ძალადობა მარტო სახელმწიფო ძალადობს და კაპიტალისტები თვითონ ანუ არაფერს არ არის კაპიტალისტები როცა ძალადობენ და ნებისმიერი ადამიანი ამიტომაც ყიდება პოლიცია და ჯარი რომ ეს ძალადობა აღკვეთოს ანუ ყლელი და ყაჩაღი და ცუდი ადამიანი ზოგადად სული არსებობს მაგრამ ეს არ არის ეს ჯარი კენზო უნდა იყოს ეს პოლიცია თუ სახელმწიფოსი უნდა იყოს ანუ ჩვენი გადასახადებიდან უნდა ფინანსდებოდეს ასე ვთქვათ იდეალურ შემთხვევაში რადგან ეს არის იდეალური მადლობა დასრულდა ეს ბლოკი და რამდენადაც საინტერესოდ მიდიოდა დისკუსია მოდი 2 წუთს კიდე დავამატებ ასევე შერეულ ფორმატში განაგრძეთ და მე მინდა რომ მანამდე მაყურებელს უთხრა ვინც ჩვენს დარბაზში ესწრება აპლიკაციაში გუყურებს ძალიან მალე დასრულდება დებატი წინ გვაქვს შემაჯამებელი განცხადებები მხარეების და მანამდე მინდა რომ მოვასწროთ თუ კი გააქვთ რაიმე შეკითხვა რომელთაც გინდათ რომ მიმართოთ სანდროს ან გიორგის გთხოვთ რომ დაწეროთ ეს კომენტარში და ვაგრძელებთ დამატებითი 2 წუთში ჩავეტიოთ ასე ვთქვათ ეს შერეული დისკუსია რამდენადაც ეს მაინც რეგლამენტს არ უნდა გაცდეს ჩვენი ფორმატი მე მაინც მეტყვი ძალადობა მოსულა თუ არა შენ არის ძალადო შეიძლება დაგვართ გაიგე აღკვეთოთ თორე ის კი არა რომ არ იქნება ძალადობა თუ შეგვიძლია უნდა შევამციროთ და სადაც შეგვიძლია ყველგან უნდა შევამციროთ ესე იგი ნახე ხა როგორი რაღაცა არა ზუსტად აი როგორც ამბობენ რა ეს მემარცხენე თეორია როგორც ამბობს არა ანუ კაპიტალისტებს სოციალიზმი უნდა ასე ვთქვათ საკუთარი თავისთვის რა ანუ შენ რას იძახი იცი ესე იგი რომ მე მინდა სახელმწიფო და ის მე მინდა ეს სახელმწიფო და ის ოღონდ უნდა იცავდეს აი ჩემს გამდიდრებას მხოლოდ და მხოლოდ ამ დროს მე უკვე გახსენდება რომ სახელმწიფო საჭირო არის და დანარჩენი ანუ არაფერში არ არის საჭირო სახელმწიფო რა იმაში არ არის სიტყვა საჭირო ჩემ გამდიდრებას არა ჩემ პრივატიზაცია რო გააკეთო საქართველოში ყველა მდინარის პრივატიზაცია შენი გონებით რომ მიხვიდე ანუ იქამდე რომ რაღაცნაირად ანუ მთელი წყალი ანუ შენ დაიწმინო და ეს კაც კონდეს აქ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს და შენ თუ ვიღაცა მოდის და იმ წყლის წართმევას დაგიწყებს უნდა დაგიცვას მე ამ სახელმწიფომ რა ანუ სოციალიზმი შენ გონია რომ აი შეიძლება ღარიბებისთვის აი ეს არის რა ისე ხო წარმოგიდგენია რომ ვიღაც ერთი ადამიანი აიღებს წართმევს ყველა საკუთრებას და ვიღაც ერთს გადასცემს ანუ შენ ხო ასეთი რაღაც უცნაური კონსტრუქცია შენ არ იცნობ ისტორიას კარგად კაპიტალ შენ გაგიგია ესეთ ბოლივიის ისტორია მაგალითად გახავს ფილმები თეზივით გახდა ვერ გიჭერ რა მაინც შენ ძალადობას ხარ უჭერ თუ არა სხვა ადამიანზე ზანძნელი დასეჭერი ეგრე მარტივი არ არის რა ხო და ნახე როგორი რაღაც ბოლივიის ისტორია გაგიგია ბოლივიის ისტორია გაგიგია ბოლივიაში მოხდა წყლის პრივატიზაცია რა და ისინი ყიდიან წვიმასაც კი ესე გვია კაპიტალიზმად არ გაასახო აქ ძალიან გთხოვ ეს ძალიან მე რა მაინტერესებს აი შენი პარტიის წევრები აი სხვა ადამიანზე ძალადობა მოსულა ეგრე შენ ადამიანზე ძალადობა ეხლა ან როგორ მიხდე თავში ჩაახატა შენ გეკუთვნის და გონია რომ მე გეტყვი რომ არა მე არ მეკუთვნის ან სხვა ადამიანზე მოსულა და მე გეტყვი რომ მოსულა ანუ დებილი გონი ვარ თუ რას მეუბნები ხო და ამაში ანუ ელემენტარული მადლობა შეკითხვის ნახვა თქვენ შეგიძლიათ გიგი ჯანელიძემ დატოვა შეკითხვა მადლობა ამისთვის თქვენ თუ დააჭერთ თქვენს ეკრანზე კიდევ ერთი სხვა შეკითხვაც დაიწერა მონაწილეებს მიმართავ კითხვის ნიშანს ხედავთ და კომენტარის ასე ვთქვათ აიკონში ჩასმულ კითხვის ნიშანს ხედავთ ეკრანზე მას რომ დააჭერთ თქვენთვისაც ხილვადი იქნება შეკითხვები მე ამოვიკითხავ ორივეს მოგემართებათ უბრალოდ დავით დიდებაშვილის შეკითხვა დაემატა რომელიც მიემართება გიორგი ღვინჯილიას და მოდი ამას დავიკითხავ ჯერ და შემდეგ უკვე ორივეს მიემართება და იმ კითხვაზეც გადავიდეთ მეორე შეკითხვით თუ ყველა თონე მე მეკუთვნის რამდენადაც მე მინდა პულსი იმდენად გავყიდი და ვის რა უფლება აქვს ფასი განმისაზღვროსა ნუ ის არის საქმე მოდი 30 წამში ჩატიე პასუხი და მეორე შეკითხვისაც უბრალოდ 1 წუთს მოგცემს სრულყოფილი იყოს პასუხი გიორგი გირთავ მიკროფონს
მე გაგრძელება თუ ყველა წყალი შენ გეკუთვნის, მე შენ თვითონ განსაზღვრავ ვის რამდენი წყალი დაალევინო და ვის რა ფასად დაალევინო და ასე შემდეგ რა და მაგას გეუბნებით თქვენ სოციალიზმი რასაც ეს რო გეზიზღებათ რაღაც სოციალიზმი და რაღაცნაირად რადაც ხატავთ თქვენ თვითონ მე მგონი თქვენ მარტო თქვენი თავებისთვის გინდათ რა ანუ ყველა თონე შენ გეკუთვნოდეს და მე რადაც მინდა იმას განსაზღვრავ ესე იგი ფას რას ნიშნავს ანუ ჩვენ ერთად ცხოვრობთ საზოგადოებაში ხა მაშინ მე რომ მომინდეს ეხლა რომ ვიღაც რაღაცა გავაკეთო ანუ ესე იგი ის არის სხვა ადამიანების შევზღუდო ანუ რომ მომინდეს ანუ ესე იგი ნორმალური იქნება ანუ ამას ამბობ ხო ხა აი რო შემოვიდეს ხა თქვენ დარწმუნებული ვარ ყველა ეწინააღმდეგებით აქ ოკუპაციას და რაღაცა ესეთ ამბებს ხო ხა რუსული კომპანია რო შემოვიდეს თავისუფალ ბაზარზე და ყველა თონე რო იყიდოს ხო ანუ ყველა წყალი რო იყიდოს რა აი მაინტერესებს რა და რო გადაწყვიტოს რომ რამდენად უნდა გაყიდოს და როგორი თონე უნდა დააწყოს და როგორიც ან ჩვენ ამ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს საზოგადოება არ უნდა ჩავერიოთ ამას ამბობ თუ მარტო ის არის რა ქვია ამერიკა და ისრაელი რო შემოვიდნენ მაშინ იქნებით ანუ ბედნიერი მადლობა მეორე შეკითხვა ორივეს მიემართება და ამჯერად მოდი ალექსანდრეს დავუთმოთ პირველი სიტყვა კითხვას წავიკითხავ არ ფიქრობთ იმას რომ სოციალური თანასწორობა მთავრდება იმით რომ ინდივიდის თავისუფლება ირღვევა ამას ამბობდა მარგარიტ ტეტჩერიც და საბოლოოდ ეს არის იმავე უტოპია რასაც ხედავთ კუბაში და სხვა სოციალურ თანასწორობაზე ამ პრინციპზე აშენებულ კულტურებზე რადამცავი პარამეტრი არსებობს, როდესაც ასეთ სოციალურ თანასწორობაზე საუბრობთო. მას მონიშნული აქვს ადრესატებად ორივე თქვენგანი და ამიტომაც ორივეს ჩაგითავთ მიკროფონს, შესაძლოა უფრო მეტად ეს კითხვაც გიორგისთან. მე ვიწყებ, ანუ მთელი აი ამდენი ხანი ლაპარაკობთ გიორგი სულ გაურბის მარტივ კითხვას. ადამიანის ზალადობა მოცულა თუ არა? დამბოთ მე ხო სულელი არ ვარ თქვა რომ მოცულაო ხო? აბა თუ არ მოსულა, მაშინ არანაირი მეთოდები, რომელსაც ის ხარს დაუჭეს, არ იქნება მისაღები. ანუ მთელი ამბავი ამაში მდგომარეობს. თუ ზალადობა არ მოსულა, ანუ სხვა ადამიანზე ფიზიკური ზალადობა არ მოსულა, აი ცემა ან ზალადობის მუხარით აიძულო რაღაც გააკეთო, მაშინ არც ერთი სოციალისტური მეთოდი არასდროს არ იმუშავებს. მთელი ამბავი ამაში. მე რომ ამბობ რომ სოციალიზმი არის ზალადობის ნორმალიზება, ამაში მდგომარეობს. ის რომ მე ეს ცუდ შედეგებს მიიყვანს, ეს ბუნებრივია, ზალადობა რომ ნორმად ხდება, ეს ბუნებრივია რომ ცუდად თავდება, მაგრამ აქაც და ყველგან საბოლოო ჯამში ან უნდა შევთანხმდეთ რომ ადამიანს აქვს რაღაც ავტონომია რომელზეც არ შეიძლება იძალადო რაც არ უნდა ხდებოდეს და ამ ავტონომიაში ის რასაც უნდა იმას აკეთებს ეს ნიშნავს რომ სხვა ეს ავტონომია არ უნდა ვერ გამოიყენებს ხვის წინააღმდეგ ზალადობის რომ ზალადობა არ მოსულა ადამიანების ამაზე უნდა შევთანხმდეთ და მე რომ ვიმჯეროთ რა მადლობა გიორგი შენთან ვაბრუნებ ახლა მიკროფონს იმედია გახსოვს შეკითხვის შინაარსი ასევე კიდევ შეგახსენებ რომ ეკრანზე დაჭერითაც შეგიძლიათ თავადაც წაიკითხო და გირთავ საპასუხოდ მიკროფონს და ერთ წუთს გაძლევ ამისთვის ხო ჩავთავ პრობლემა რა ესე გულწრფელად და პირდაპირ ჩამოვაყალიბო რა რომ თქვენ ანუ რასაც ახასიათებთ აი მთავარ მტრად სოციალიზმი და რაღაცა ანუ არა თუ არ გესმით, არამედ ლაპარაკობთ საკუთარ ილუზიაზე. ზალადობა ადამიანზე, რა თქმა უნდა, რომ არ შეიძლება. ამას რა შუაში არის ეს, ანუ საერთოდ გაუგებარი არის რა და ანუ თქვენ ლაპარაკობთ ანუ საკუთარ ილუზიაზე და შესაბამისად ანუ თქვენ თვითონაც საკუთარი იდეოლოგიაც ბოლომდე არ გაქვთ აქედან გამომდინარე გააზრებული, იმიტომ რომ თავარი ანტაგონისტი ვინც ყავთ, ის საერთოდ არ გესმით, ანუ რაზე არის ლაპარაკი. იმის შემთხვევაში მე ვცდილობ რომ კონკრეტულად გავიგო ამ თქვენ რა გინას და თქვენ არც კი ცდილობთ საერთოდ სოციალიზმი რა არის, რატო არის ეს არის არ ვიცი რა რაღაც წარმოუდგენელი მდგომარეობაა და რეალურად ხართ როგორი რაღაცა იცი რომ ანუ აი ამ გლობალური ოლიგარქიის 1%-ის რომელიც 50%-ს ფლობს სოფლიოს სიმდიდრის თუ რაღაცა სასარგებლო იდიოტების იდეოლოგია არის რა რომ აი მათი ინტერესები დიდი მადლობა, მე მგონი ცხადად და გასაგები არის ორივე თქვენგანის პოზიციები. დიდი მადლობა აუდიტორიას კითხვის დასმისთვის. მე თუ მოკლეს შეკითხვებით შემოხვალთ კიდე მოგცემთ ამის შესაძლებლობას, მაგრამ უკვე უნდა წავიყვანოთ დასასრულისკენ ჩვენი დისკუსია და მე მინდა რომ დაგითმოთ 3 წუთი საბოლოო შემაჯამებელი, უკაცრავად 5 წუთი საბოლოო განცხადებებისთვის, რომელშიც აი ეს დისკუსია შეგიძლიათ შეაჯამოთ და შემდეგ უკვე თუ კითხვები იქნება უპასუხოთ თუ არა და დავასრულოთ ეს დისკუსია.
მადლობა ამ დისკუსიისთვის. იმედია ბევრი ასეთი გვექნება, იმიტომ ერთი დისკუსიით ალბათ ასეთი გლობალური პრობლემები არ გვარდება, რომელიც ისიც აწევლები ლაპარაკობენ. მაგრამ თავარი ამბავი მინდა გამოვყო რა. მე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ძალადობრივი ამბავის გარჩევა, იმიტომ რომ გლობალური ოლიგარქიაო, ესაო, წართმევაო, ასე ოკუპანტის შემოვაო, ეს ყველაფერი არის ძალადობრივი ქმედებები, იმიტომ რომ არანაირი გლობალური ოლიგარქია, რაც უნდა იგულისხმოს გიორგიმ ამის შემდეგ, ამის უკან შეუძლებელი იქნებოდა რომ არა სახელმწიფო ძალადობა და სახელმწიფოს მეშვეობით წართმეული ფული თუ დაცული და ასე ვთქვათ კონკურენციისგან და ასე შემდეგ. და მაგალითად დემოკრატიული პარტიაო რომ გაუკვირდა რომ სოციალისტები და სოციალისტები გაქანებული კომუნისტები არიან 50-იან წლებში ამერიკაში ციხეში გაუშვებდნენ ისეთი ბერნი სანდერსისნაირი გადარეულები უბრალოდ რა ვიცი კომუნისტები არიან ღიად და არს მალავენ მამდამი და ასე შემდეგ. ხო და ამიტომ სამწუხარო რეალობაა რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს მემარცხენე იდეოლოგია რომელიც ზოგადად ადამიანის ზოგჯერ შურზე ზოგჯერ უცოდინრობაზე პარაზიტირებს და ყველაზე ცხოველურ ინსტინქტებზე ასე ვთქვათ იმის გაღვივებას უსწრებს ხელს ასე პოპულარული ხდება დემოკრატიის ნაკლის ამაში მდგომარეობს მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკური კონკურენციის პლუს იმაში მდგომარეობს რომ რაღაც მომენტში ხალხი ისწავლის ალბათ ჭკუას და რაღაც მინიმალურ ხელფასი იქნება თუ რა სხვა სოციალისტურ მავნებლობას არ დაუჭერს ხარ საბოლოო მიიღებს ამ სოციალისტურ მავნებლობას რაღაც მომენტში და როგორც ხშირად მოხდა რა დასავლურ ქვეყანაში და მე უკან იხევენ ხოლმე ამ ექსპერიმენტებისგან გარდა ერთი შემთხვევისა როცა ძალადობა ხდება ნორმა აი სადაც ძალადობა გახდა ნორმა, კუბა იქნება ჩრდილოეთ კორეა, წითელი ქვერები კამბოჯაში მნიშვნელობა არ აქვს, საბოლოოში მარტო მასშტაბს აქვს მნიშვნელობა. ეს ყოველთვის იყო რაღაცა ბუნებრივი შედეგი ამ სოციალისტური იდეების და რამდენიც არ უნდა ელაპარაკოს გიორგიმ რომ ვიღაცამ რაღაც არ იცისო და ასე შემდეგ. განმარტების დონეზე ასეა. კაპიტალისტური სისტემა არის ნებაყოფლობითი სისტემა, ნებაყოფლობითი ურთიერთობა, სადაც სახელმწიფოს როლი მინიმუმამდე არის დაყვანილი. და ეს მინიმუმი შეიძლება იყოს არის თავდაცვა და რა ვიცი სასამართლო სისტემა, ან შეიძლება ანარქო-კაპიტალისტებმა თქვას რომ ესეც კი ზედმეტი არის. მაგრამ ის არასდროს არ იქნება მაგალითად კონკურენციის სააგენტო, არასდროს არ იქნება გადასახადების რაღაც სუბსიდიები, არ იქნება ლიცენზიები, რომელთაც ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელიც არანაირი ბიზნესმენი არის, წურბელაა ჩვეულებრივად და სახელმწიფო ინსტიტუციებს იყენებს იმისთვის, რომ სხვები გაწარსოს, არასდროს ასეთი მექანიზმები არ იქნებოდა კაპიტალისტურ სისტემაში ნებადართული და ზუსტად რომ ჩვენ ლიბერტარიანელები პირიქით ვებრძვით ამ გამოვლენებას, ვებრძვით რაღაცა ცენტრალურ ბანკს, რომელიც ეხმარება ბანკებს მონოპოლიის შენარჩუნებაში და კონკურენციის გამო ისინი არ კოტრდებიან და არ უნდა გაკოტრებული იყვნენ ძალიან ხშირად და ხალხს აღატაკებს მთელ ქვეყნის მასშტაბში და ამერიკა მთელ სოფლიო მასშტაბში აღატაკებს ხალხს საბანკო სისტემის მეშვეობით და ამას ცენტრალური ბანკი იცავს და სხვა სოციალისტები რომელიც მიიჩნევენ რომ ფულის ბეჭდით შეიძლება თურმე სიკეთე გააკეთო ასეთი უცნაური ხალხის არსებობს მემარცხენე ფლანგზე. ეს არის რეგულაციები, მწვანე რეგულაციების გამო რომ რა ვიცი ატომური ელექტროენერგეტიკა გაანადგურეს და უამრავი იაფი ენერგიის წყარო შეწყდა და ამის გამო ხალხი ახლა ევროპაში სისხლზე წუწუნებს კონდიციონერები რო არა აქვს ან ნაკლები აქვს რანაირად ენერგიის დახარჯვა. საბოლოო ჯამში როცა მაშინაც კი როცა სოციალიზმი კარგად შენიღბულია დიადი მიზნებით, მაშინაც კი ძალადობრივია, იმიტომ რომ ბოლოში დადის იქამდე რომ ადამიანები ან ღარიბები არიან, ან შეზღუდული არიან თუნდაც იგივე კონდიციონერებით დაწყებული სხვადასხვა საქმიანობით დამთავრებული და მათი ცხოვრება უარესდება. და ამიტომაც არის აი სილამაზე, აი იმ სამყაროს ღმერთმა შექმნა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ადამიანები ბოლოს და ბოლოს სოციალისტებს უჯერებენ, უარეს შედეგს იღებენ, ანუ ცუდ გაკვეთილს იღებენ. და რაც უფრო მეც დაუჯერებენ, როგორც კომუნისტურ ქვეყნებში იყვნენ ან ნაცისტურ ქვეყნებში, მათ ცუდ შედეგს იღებენ და შეიძლება თაობები ამოწყდეს, როგორც მაო ძედუნმა ქნა და ყველაზე დიდი მკვლელი არის კაცობრიობის ისტორიაში. ან თუ არ უჯერებდნენ ჭკვიანები არიან, როგორც ნიდერლანდებში მოხდა, დიდ ბრიტანეთში მოხდა თავის დროზე, მე ამერიკაში მოხდა და ხალხს თავისუფლებას ანიჭებენ, ეს საზოგადოებები ბევრად წინ მიდიან და საბოლოო ჯამში არავინ არასდროს არ ამბობს, რომ დედამიწაზე 64 იქნება და არავინ არ ამბობს, რომ თქვენ თუ თავისუფლებას მოიპოვეს, მეორე დღეს საუკეთესო სამყარო დადგება. შეიძლება თავისუფლება ისე გამოიყენოთ, რომ არ მოგეწონათ შედეგი, მაგრამ თავისუფლებას თუ გწამს, საბოლოო ჯამში ეს არის საბოლოო მიზანი, იმიტომ რომ ჩვენ იმ შედეგს მივიღებთ, რომელიც თავისუფლებით დადგება. ხო და შურიანი ხალხი, უცოდინარი ხალხი დახედავს ამ შედეგს, დაინახავს დიდარ ადამიანს რაღაცას და ესაო კაცო უკვე უნდა შევცვალოთ სისტემაო და რა სისტემა ანაქრონიზმით დინოზავრების დროინდელი ლამის სისტემით უნდა შეცვალონ სინამდვილეში რო ჩახედო მეთოდებს და ამიტომაც ყველა სოციალისტი ყოველთვის გაურბის მეთოდებს გარდა პატრიოტული სოციალისტებისა ჩე გევარასნაირები და რომ დამალონ თავიანთი ძალადობრივი სისტემის ბუნება და ეს არის მთავარი პრობლემა მე
ბოდიში ვერ მოვასწარე დროის დადასტურება. გიორგი, გადმოვთავ მიკროფონ შენზე, ისევ და ისევ რომ შეაჯამო, რა იქნება შენი საბოლოო განცხადება და ვონთ აღარ დავტოვოთ, თქვათ, კითხვით აღარ გადახვიდე, თქვათ, სანდროსთან, იმიტომ რომ ვეღარ გავაგზავნებთ ამ დისკუსიას, შემაჯამებელი სიტყვა. ნუ მე განცდა მაქვს რომ ეს ხალხი არ იცნობს საერთოდ მემარცხენე ვინ არის, არც თეორიაში არ ჩაუხედია, არც ზოგად სახელმძღვანელოში არ ჩაუხედია, ვთქვათ რომ სადაც ერთიც იქნება თუნდაც წარმოდგენილი და მეორეც დაბალანსებულად და რაღაცა შეხა გამომადგა კიდევაც ეს რა ლაპარაკში, იმიტომ რომ იმდენად წინააღმდეგობრივი იყო, ესე იგი სანდროს პოზიციები რომ ამბობდა რომ თევზივით რაღაც ანუ ყველა ჯერზე თითქოს სადაც ანუ კითხვას უსვამდი, ანუ რაღაცა წინააღმდეგობაში აღმოჩნდებოდა, რომელსაც ანუ ვერასაბუთებს მერე რომ რატო რანაირად უნდა იყოს და ასე შემდეგ. ეხლა მაგალითად ისევ რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს რა. აი, როდესაც გაიყიდა ეს სტრატეგიული ობიექტები, ის კონკრეტული მაგალითი, რუსულ კომპანიები, რუსულ სახელმწიფო კომპანიები, ეს ძალადობით მოხდა სანდრო? არა, სანდრო, ეს ძალადობით არ მომხდარა. ეს მოხდა უბრალოდ საზოგადოების ზურგს უკან და ეს გაიყიდა. აქ მოდის თუ არა ჩვენი ინტერესები წინააღმდეგობაში მათ ინტერესებთან ვინც ეს გაყიდა, ხო და კიდე ვინც შეიძინა. აი ხა რო იყიდოს, რა ვიცი, რკინიგზის პრივატიზაციას ალბათ თქვენ პარტიაში ემხრობით. აი დერიპასკამ რო იყიდოს რკინიგზა, ან აიათოლას ჯუნიორმა რო იყიდოს, აიათოლას შვილმა, ხო? ეს საქართველოს მაინც და მაინც ის ხო არ იყიდის ილონ მასკი და თქვენ ვიზეც მზედამთვარე ამოგდით. კაპიტალიზმის პრინციპი ხო ამაშია, თავისუფალი კონკურენციაა და ვინც მეც გადაიხდის, იმან უნდა იყიდოს, ხო? ანუ ეს თქვენთვის ესე იგი მისაღები იქნება, ხო, რომ ესე გაიყიდოს. ანუ ამიტომ ამბობ რა, რომ რაღაცნაირი, ანუ წმენის ფორმა არის ცოტა ლუნატიკური, კაპიტალიზმის რაღაცა და თუ ვივაჭრებთ ყველანი თავისუფლად, თუ იქნება თავისუფალი ვაჭრობა, იქნება იდილია და ჩვენი საზოგადოების რაღაცა ინტერესები არ იქნება არასდროს დარღვეული და ესე იგი მე ნახე მამდანი და ის ციხეში არიანო გასაშუალო ხა ძალადობაზე მე კი 1 საათია მეკითხები რომ ადამიანზე ძალადობა შეიძლება თუ არ შეიძლება და პირველი მამდანი რომ გაგახსენე და ნიუ-იორკის არჩეული მერი და ისა იძახი რომ ციხეში არიან გასაშვებია. ანუ მაინც და მაინც ძალადობა ის არის, ეხლა რომ ვიღაცას ხელი უნდა დაარტყა და უნდა იჩხუბო ვიღაცასთან და ასე შემდეგ. ამიტომ ამბობ რა, რომ თქვენთვის ანუ ძალადობა მოსულა მაშინ, როდესაც ძალადობა ემსახურება კაპიტალის დაცვას. მდიდრების დაცვას, მდიდრების ბატონობას. თქვენ იცავთ ილონ მასკს, ბიძინა ივანიშვილს რეალურად, ვლადიმერ პუტინს, აი ვინც არიან ეს გლობალური ოლიგარქია, ვის ხელშიც არის გლობალურად კაპიტალი კონცენტრირებული, აი მათი სიმდიდრის დარაჯები ხართ თავიდან ბოლომდე სინამდვილეში და ისე იგი ალტერნატიული აზრი ან უნდა გამოიყვანო რომ რაღაცა ან ციხეში უშვებ პირდაპირ, ან არიან რაღაცა მოძალადეები, არიან ამას აკეთებენ, იმას აკეთებენ, რაც არის ანუ აბსოლუტურად არადეკვატური. მე შემიძლია ხარო ბოლო აგერ 2 წუთი დამჭა, 2 წუთნახევარი დამჭა და თქვა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე, ესე იგი ორი სიტყვა რა, რომ საქართველოში ესე იგი რომელსაც აი ამ დერეგულაციის შედეგად მოხდა უდიდესი ადამიანების უდიდესი მასის გაღარიბება, გაძარცვა ფაქტიურად და ეს უდიდესი ადამიანების მასა დღეს დამოკიდებული არის აი ამ ძარცვით გამდიდრებულ ოლიგარქებზე. მაგალითად, როდესაც წამლის ფული ჭირდება, უნდა მივიდეს რაღაც ფორმალურ ან არაფორმალურ ქსელებში. მაგალითად, როდესაც ჭირდება ვთქვათ რაღაც გადაუდებელი ოპერაცია უწევთ ადამიანებს ბინის ჩადება და გამოსახლებები ძირითადად ამის გამო ხდებოდა, ხო? ისინი ანუ დამოკიდებულები არიან აი ამ მათი ძარცვით გაბატონებულ კლასზე, რომლისგანაც ელოდებიან ფაქტიურად მოწყალებას. და აი ამ მოწყალების სანაცვლოდ ამ ხალხს უწევს საკუთარი ლოიალობის გაყიდვა. აი დღეს რო იძახით, რომ კარტოფილზე გაყიდულები არიან, ესეთები არიან, ისეთები არიან, ხო? ანუ ეს არის აი ზუსტად აი ამ დაურეგულირებელმა ბაზარმა ისეთი გაჭირვება მოუტანა ადამიანებს, რომ ისინი საკუთარ თავისუფლებას და თავისუფლებისთვის ჩვენ ვიბრძვით, მემარცხენეები ვიბრძვით, თქვენ თავისუფლებს, თქვენ ვიბრძვით კაპიტალისტების თავისუფლებისთვის, ხალხის თავისუფლებისთვის ჩვენ ვიბრძვით. აი ამ თავისუფლებას ზუსტად ყიდიან წამლის ფასად, ყიდიან საჭმლის ფასად, ხო და ცვლიან აი ესეთ რაღაცეებში. და იმისთვის რომ ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, სხვა გზა არ არსებობს გარდა ერთისა, რომ სახელმწიფოს ჭირდება გეგმა და ჭირდება ხედვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გეგმა საბჭოთა კავშირის იმას კი არ ნიშნავს აშენებას აქ და გეგმიურ ეკონომიკაზე. უბრალოდ მას ჭირდება თავისუფალი ბაზრის შიგნით რაღაც პრიორიტეტების შექმნა, რის სუბსიდირებას გააკეთებს, რის პრიორიტიზირებას გააკეთებს, რაც შეიძლება რაღაცა გადასახადებისგან გაათავისუფლოს, ანუ აუცილებლად კი უნდა გაადიდოს ამათვის ხო როგორ არის, რომ გათავისუფლება კარგია, გაზრდა ცუდია, რაღაცა. აი ესეთ რაღაცა ბრწყელ იმაში არის. დიდი სახელმწიფო ცუდია, პატარა სახელმწიფო, რაც ფუნქციური იქნება, ის უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამისთვის არის გეგმა საჭირო და ამისთვის საჭირო არის აი ამ თავისუფალი ბაზრის, აი ამ
გაზულუქებული კლასის რაღაც ჩარჩოებში მოქცევა რა. აი ეს არის დღეს აუცილებელი და ეს არის გამოწვევა რა და ამიტომ მნიშვნელოვანი არის სოციალისტური იდეოლოგია, იმიტომ რომ უკეთესი იდეოლოგიური იარაღი რეალურად კაცობრიობას ჯერჯერობით არ აქვს. ჩვენი გამოცდილება შეიძლება არ იყოს იდეალური რა, მაგრამ ჩვენ ამ გამოცდილებიდან უნდა ვისწავლოთ და უნდა შევქმნათ რაღაც უკეთესი და არ უნდა ვიყოთ ესე რწმენაში, რომ კაპიტალიზმი იარსებდეს მუდამ. როგორ ხალხო? არ ვიცი. რაღაცა გონია რომ სამართლიანი იქნება რომ ისო ღია მიკროფონით დავასრულოთ და მოდი 2 წუთს გავამატებ ამ დისკუსიას იმისთვის რომ აი ერთმანეთთან კარი 3 წუთს დავამატებ იმისთვის რომ საბოლოოდ გაცვალოთ დაიწყო მეგონი ჩვენი 2 წუთი. არის ჩართული, მოდი საბოლოოდ გაცვალეთ თქვენი არგუმენტები და ერთად ამ 3 წუთის დასასრულს ერთად დავიმშვიდობოთ ჩვენს აუდიტორიას. სანდრო, ხოხაზე ხარ ისევ? ორივეს მიკროფონი ჩართულია. მეგონი სანდროს ჭერი არის და დაუთმობ რა. მე ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რავი კაცაგებია რომ ჩვენ ქვეყანაში იშვიათად ასეთი ზოგადად საკაცობრიობო დისკუსიები არ იმართება და ბევრი რო გაიმართოს დარწმუნებული ვარ კიდე უკეთესი შედეგი იქნება. რა ვიცი, ისევ და ისევ ხა მე მამდანი ციხეში ჯდებოდა მეთქი 50-იან წლებში, უბრალოდ კომუნისტებს დევდნენ, იმიტომ რომ კომუნისტია მეთქი, მე კი არ მინდა ციხეში გაშვა. აი მე ზუსტად რო ძალადობას ხარს არ უჭერ, ციხეთი მით უმეტეს. მაგრამ ზოგადად მთელი პრობლემა მასშია, ძალადობა, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მეგრე მორალურ კატეგორიებზე. სანამ რაღაც ეკონომიკას ვისწავლით, რომ მინიმალური ხელფასი ცუდ შედეგს მიიტანს, აქამდე მინიმუმ იქამდე შევთანხმდეთ, რომ ძალადობა ამაზე ამით რატომ მოხდა რაღაცა სოციალიზმის გაუქმება, ეს ვერ გავიგებ. მაგრამ აი თუ შენ როგორ რაღაცა ფსიქოლოგია როგორ რაღაცა თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ძალადობა ცუდია, всё, სოციალიზმს აზრი ეკარგება. ეს ხა რა ვიცი ხა მართლა ის არის კი, აი ხო ხდება, ამიტომ ბევრი დებატი რო ექნება, ხო შევთანხმდით, ანუ რაღაც ქონდა ერთ დებატში ხო შეიძლება გრანდიოზული ცვლილებები, ხო არ ქონდა მოვოდინო რომ ჩვენ არ შევსვიდით ამის გამო. რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ეს მოდი. აი როგორ კი ძალადობა მაშინ არა. ხო რო შევთანხმდით რომ ძალადობა ცუდია, მე უნდა შევთანხმდეთ რა არის ძალადობა, ანუ რა არის ის სფერო, რომელზეც ჩაიდება ძალადობა. აი უწრფელად გეუბნები რა. შეიძლება ძალადობა რა სფეროში შეიძლება ვიღაცა შენ თუ მაგალითად რო ამბობ რომ ადამიანს უნდა დავესხა თავს მასზე ძალადობა შეიძლება უნდა გააჩეროს ვიღაცა პოლიციამ უნდა გააჩეროს თან და არა ვიღაცამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია აი შენზე რო შენი შეხედულების გამო რო ვიღაცამ გადაწყვიტოს ძალადობა აი ხო მოდი შეთანხმებები შეხედულების გამო რომ მართლა არ გადაწყვეტს კაპიტალიზმის შიგნით შეხედულების გამო შენზე ძალადობას არავინ არ გადაწყვეტს ისეთი მაგარი თავისუფლება არავინ ხო აი ეს მაშინ კაპიტალიზმი არაა ხო, ამაში არის. ანუ ეს ესე იგი შენზე ვიღაცა ამ ძალადობას თუ გადაწყვეტს, ეს კაპიტალიზმი არ არის? აი ახლა პრაიცო გადაწყვეტს შეიძლება მკვლელი კაცო იყოს, კაცო მკვლელს ხო ვერ გამორიცხავ, მაგრამ ეს არ იქნება ნებადართული და იქნება სოციალიზმი. ეს ვიღაცა ძალადობას გადაწყვეტს, ანუ სოციალიზმი იწყება მაშინ. ეს აი ხა ხალხო. არა, მე ეს არ მithქვამს. ანუ შეიძლება რაღაც პრიმიტივიზაცია გააკეთო, მაგრამ უყურე, როცა ძალადობა სახელმწიფო სახელით ხდება, საზოგადოების სახელით, ეს არის სოციალიზმი, კი? როცა საზოგადოების სახელით ხდება ძალადობა. ესე იგი, ნახე, შენზე ხა ვიღაცამ რო ინდივიდუალურად გადაწყვიტოს ვიღაცა UFC-ს იმან რა ქვია, რო ეხა რო ყავთ ესეთი ტიპები, რო გადაწყვიტოს, რომ ეს მე არ მომეწონა დღეს გიორგისთან რაც ლაპარაკა დებატში და უნდა დავხვდე და უნდა ვიძალადო მასზე, ანუ საზოგადოება თუ იძალადებს მასზე, რომ პოლიციის ხელით, ეს არის სოციალიზმი, ამას იძახი. ხო, ამას იძახი, არა. არა, უყურე, ესე არის, მეგონი ძალადობა და ძალის გამოყენება გეცვლება ერთმანეთს. თუ გავაჩერეთ, აი რა ქართულის ამბავია, ძალის გამოყენება და ძალადობა ერთ-ეგივე არის, გაიგე? მაგალითად, შენ რო თავს იცავ მოძალადეს არავინ არ დაგიძახებს და ძალადობას შორის, ანუ ძალის გამოყენება შეიძლება იყოს ბევრი ისეთი, სადაც მოძალადეს არ დაგიძახებენ. უბრალოდ ქართულის ამბავია, ჩვეულებრივი, გაიგე? ხო და ამიტომ რო ადამიანი მოძალადია, იგულისხმება, რომ ის არა ამ პლატფორმის მთელი უპირატესობა ის არის, რომ მოდერატორს ამ ძალაუფლებას აძლევს, რომ ავტომატურად შევდეს მიკროფონები. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდოდა რომ ერთად დამშვიდობებოდით აუდიტორიას და ამისთვის მინდოდა რომ ღია მიკროფონში გავუკეთებინა ეს სამი ეს ერთად უბრალოდ ეს არ გამოვიდა და მაგრამ თქვენი ინტერესი აი ამ თემის მიმართ და ესე ვთქვათ პოლიტიკურ იდეოლოგიებზე დაფუძნებული მსჯელობის მიმართ თქვენი მონაწილეთა ინტერესი, თუ კი აუდიტორიაც ამ ინტერესს დაადასტურებს მე ძალიან დიდი სიამოვნებით პერიოდულად ასეთ ვთქვათ მსჯელობებს დაუთმობ ხოლმე სიუცეს, იმიტომ რომ ერთი არის ვთქვათ დებატები, რომელიც უნდა პასუხობდეს მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ გამოწვევებს, საზოგადოებრივ გამოწვევებს, მაგრამ ამავდროულად
მინდა რომ აი ეს ნაწილიც იყოს აქტიური, რომ სხვა იდეოლოგიური პრიზმიდან მოვისმინოთ გამოსავლის გზები. მადლობა კიდევ ერთხელ ორივეს მონაწილეობისთვის, ძალიან ვაფასებ ამას. როგორც გითხარით, ეს ჩანაწერი გამოქვეყნდება YouTube-ზე, იმიტომ რომ გარკვეული ტექნიკური პრობლემებით ლაივში გასვლა ვერ შევძელით და ხარვიზებით გავედით Facebook ლაივშიც, მაგრამ ამასაც გამოვასწორებთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ გამოცდილებისთვის და გამშვიდობებით ნახვამდის.